მშვიდობისა ეთერშია პოლიტიკური კვირა, თქვენი პოლიტიკური განწყობისთვის მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროს ამ კვირას საქართველოს პრეზიდენტს ოპოზიციაში გადასულ საკუთარი გუნდის წევრებზე საუბრისას რუსთაველის ეს ფრაზა და თანამედროვე ფეხბურთი ერთდროულად გაახსენდა. პოლიტიკოსებს, რომლებსაც გოლი ვეღარ გააქვთ, ტრანსფერზე უშვებთ ხოლმე ოპოზიციაში, ეს სააკაშვილის სიტყვებია. შეკითხვაზე, რატომ დაუპირისპირდნენ მას ირაკლი ალასანია, ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი და სხვები, ერთხელ მათგან რამე თუ გაგიგიათ, ვინმეს თუ უთქვამს მთავრობის საწინააღმდეგო რამე, მერე რომ ახსენდება დემოკრატია. ესეც პრეზიდენტის სიტყვებია. სააკაშვილის ტრანსფერი ოპოზიციაში თუ მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია, მოახერხებენ თუ არა ხელისუფლების ყოფილი ფიგურები სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლას. პოლიტიკურ კვირაში პასუხები პრეზიდენტს და სამოქმედო გეგმები. პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში ირაკლი ალასანია და ნინო ბურჯანაძე. იმდენად მაღალი დონისაა მთავრობის გუნდი, რომ თუ მთავრობას ვინმე არ გამოადგა, დააკვირდეთ, რომ თავისით არავინ არ წასულა. თავისით არავინ არ წასულა. ყველა გაშვებული იქნება. რას პასუხობენ მიხეილ სააკაშვილს მისი გუნდიდან ოპოზიციაში წასული ფიგურები. დღეს პოლიტიკურ კვირაში უყურეთ და მოусმინეთ მათ, ვინც ამ ხელისუფლების სახე იყო და ვინც დღეს აცხადებს, რომ სააკაშვილის მმართველობა სასწრაფოდ უნდა დასრულდეს. საქართველოში უნდა შევცვალოთ ქვეყნის მართვის ფილოსოფია. მითი თუ რეალური ლიდერი, კაცი, რომელიც ყოველთვის იწვევდა დიდ ინტერესს, მაგრამ არასოდეს აკეთებდა პოლიტიკურ განცხადებებს, რატომ გადაწყვიტა სააკაშვილის გუნდიდან წასვლა, რა გეგმები აქვს ქართულ პოლიტიკაში და ვისთან ერთად აპირებს ბრძოლას სააკაშვილის დასამთავრებლად. მართლა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები ქვეყნის პრეზიდენტთან გადადგომამდე და მართლა შესთავაზეს თუ არა პრემიერ-მინისტრობა თანამდებობიდან რომ არ წასულიყო. არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ნათესავით და რა როლი აქვს მის კარიერაში პრეზიდენტის ბიძას თემურ ალასანიას. რატომ არ გადადგა 7 ნოემბრის შემდეგ, მაშინ როცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის პოსტის დატოვებას აპირებდა. აპირებს თუ არა იყოს ოპოზიციის ლიდერი და უერთდება თუ არა პრეზიდენტის გადადგომის და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას. გამოვა თუ არა მიტინგებზე, თუ სახალხო გამოსვლები დაიწყება. დღეს პოლიტიკური კვირა წარმოგიდგენთ ირაკლი ალასანიას პირველ პირდაპირ ეთერს ოპოზიციაში წასვლის შემდეგ. ყოველთვის ოპოზიცია გახალისდებოდა ხოლმე, მაშინ როგორც კი ჩვენი გუნდიდან, ესე ვთქვათ, ფეხბურთელს, რომელსაც ვეღარ გააქვთ გოლი, გაუშვებთ ხოლმე ტრანსფერზე ოპოზიციაში. იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროს. სააკაშვილი დღეს მას მემუარების წერას ურჩევს და თან არ ურჩევს. რას პასუხობს პრეზიდენტს ნინო ბურჯანაძე და ნანობს თუ არა, რომ გადადგომამდე არც ერთხელ არ დაპირისპირებია იმ ყველაფერს, რაშიც ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს და რაზეც მის პასუხს არაერთხელ ითხოვდა. რატომ დუმდა რევოლუციის დღიდან გადადგომის დღემდე. არიან ნაძირალები, ყლელები. იქნები არ არიან, იქნები. მსოფლიოს დავანახეთ, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა. შეკითხვები ნინო ბურჯანაძეს, როგორ წარმოუდგენია მას სააკაშვილის გაშვება სახლში და აპირებს თუ არა თავად იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე, თუ არჩევნები დაინიშნება. გამოვა თუ არა მიტინგებზე, რომლის დაწყებასაც ოპოზიცია აპირებს. ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური კვირა და ყველა შეკითხვა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს მოახერხებს თუ არა ხელისუფლებაში მოსვლას კიდევ ერთხელ. ნახეთ პარტიები ძმა-ძმა, ქმარი-ცოლი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი. თქვით არ არის ასე, ჩვენს პარტიაში კი ასე არ არის. განაცხადა პირდაპირ ეთერში პრეზიდენტმა. ცხადი იყო საუბარი ძმებ ბერძენიშვილებს, ხიდაშევ უსუფაშვილის წყვილს, ძმებ ხაინდრავებს გნებავთ უკვე ბურჯანაძე ბიწაძეს შეეხებოდათ. როცა კომენტარი უთხოვეთ სააკაშვილის ოპონენტებმა ამ თემაზე ერთადერთი კომენტარი გააკეთეს. შემთხვევით ქვეყნის პრეზიდენტს ხომ არ გადაავიწყდა, რომ მის გუნდს წარმოადგენენ ძმები კუბლაშვილები, ძმები ბეჟუაშვილები, მამაშვილი გაბაშვილები, ძმები და პლუს მამა ახალაიები და ასე შემდეგ. ან რატომ არ იყო პრობლემა ამ თვალსაზრისით, როცა იგივე ნინო ბურჯანაძე და ბადრი ბიწაძე ხელისუფლებაში იყვნენ. ამ და სხვა თემებზე გადაცემის მეორე ნაწილში ნინო ბურჯანაძე ისაუბრებს. მას საქართველოს პრეზიდენტმა მემუარების წერაც კი ურჩია.
ძალიან ნუ გაუკეთებს პროვოცირებას ჩემი მემუარების დაწერას, თორემ არ მგონია მისთვის სასიამოვნო წასაკითხი აღმოჩნდეს ის ნაწილი, რომელიც ამ მემუარებში მას შეეხება, პასუხობს ბურჯანაძე, რაც ჩაწერს და რა არ უთქვა მზღემდე სააკაშვილზე, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ამაზე გადაცემის მეორე ნაწილში. მანამდე კი პირდაპირ ეთერში პირველად მოусმინეთ გაეროში საქართველოს ყოფილ ელჩს ირაკლი ალასანიას. მის სატელევიზიო გამოსვლას სრულიად ქართული პოლიტიკური სპექტრი უკვე კარგახანია ელოდება. გაეროში ჩვენი ყოფილი ელჩი ოპოზიციაში წავიდა, თუმცა მას დღემდე არ დაუკონკრეტებია ვისთან ერთად და რა გზებით აპირებს ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ. რომ აპირებს ეს უკვე განაცხადა. მის ერთადერთ ბრიფინგზე დეკემბერში. ვინ იქნება მისი პოლიტიკური დასაყრდენი ჯერ უცნობია. ალბათ ამ თემაზე პირველ კომენტარს დღეს მოვისმენ. საუბრობდნენ მის სავარაუდო გაერთიანებაზე ახლებთან და რესპუბლიკელებთან, ასევე ბურჯანაძესთან. ზოგი ვარაუდობდა, რომ იგი შესაძლოა ეროვნული ფორუმის ლიდერიც გამხდარიყო, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ირაკლი ალასანია ჟიული შარტავასთან ერთად 27 სექტემბერს სოხუმში დახვეწილი მამია ალასანიას ვაჟია. დღეს შედგება მისი პირველი გამოსვლა ტელეეთერით, მას შემდეგ რაც ოპოზიციაში წავიდა. ალასანია შევარდნაძის დროინდელი უშიშროების მინისტრის მოადგილე და სააკაშვილის დროინდელი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და გაეროში ყოფილი ელჩი. მითით რეალური ლიდერი სტუდიაში ირაკლი ალასანიას წარმოგიდგენთ. ბატონო ირაკლი, საღამომშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. ხო, დაიკავოთ თქვენი ადგილი. დღეს არის თქვენი პირველი პირდაპირ ეთერი, მას შემდეგ რაც მიიღეთ გადაწყვეტილება და განაცხადეთ, რომ წახვედით ოპოზიციაში. დარწმუნებული ვარ, დღეს თქვენს განცხადებებს ელოდება სრულიად ქართული პოლიტიკური სპექტრი. მე მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო პრეზიდენტის გუშინწინდელი განცხადებით ოპოზიციაში ტრანსფერად უშვებთ ხოლმე ფეხბურთელებივით, რომლებსაც გოლი ვეღარ გააქვთ. რას პასუხობს ირაკლი ალასანია საქართველოს პრეზიდენტს? პირველ რიგში მინდა მივესალმო საქართველოს მოსახლეობას თქვენი ეთერით. და ძალიან მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და დღეიდან ვაგრძელებ ცხოვრება საქართველოში და პირველ ნაბიჯებს ვდგამ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ხوار გეშინიათ? არანაირად, პირიქით. ეს არის ძალიან საინტერესო და ამავდროულად დროს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოსაკიდებელი საქმე. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს, მე არ მინდოდა ძალიან წარსულს დავბრუნებოდი ამ გადაცემაში, უფრო ბევრია სალაპარაკო იმ რთულ პრობლემებზე, იმ კრიზისზე, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კრიზისზე, რომელიც ქვეყანაში დღეს არის, მაგრამ ალბათ თქვენი შეკითხვის შემდეგ პასუხის გაცემა მომიწევს. შეკითხვები, რომლებზეც თქვენ მოგიწევთ ამ გადაცემაში პასუხის გაცემა, თუნდაც ის ქართულად ტრანსფერი ოპოზიციაში. პირველ რიგში იმას ვიტყვი, ინგა, რომ რაც სააკაშვილმა განაცხადა, არ არის სიმართლე, ეს არის ტყუილი. მე მასთან საუბარში არაერთხელ მგონია საუბარი იმაზე, რომ გადაწყვეტილი მქონდა თანამდებობის დატოვება. ბოლოს მას ველაპარაკე ოქტომბერში, როდესაც თბილისში ვიყავი ჩამოსული. ამის შემდეგ ველოდებოდი გარკვეული მოვლენების დასრულებას, ეს იყო პირველ რიგში ოქტომბერში გაეროს დამკვირვებელთა მანდატის გაგრძელება, რომელიც მოხერხდა. შემდეგ ველოდებოდი ნატოს მინისტერიალის დასრულებას, რომ მანამდე არ ამეტეხა რაიმე პოლიტიკური აჟიოტაჟი. და ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც შევატყობინე საგარეო საქმეთა მინისტრს და ფორმალიზება გაუკეთე. არა პირადად სააკაშვილს, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრს. ბუნებრივია, ეგ უკვე შევატყობინე გადაწყვეტილება, რომ ფორმალიზებას ვიწყებდი საგარეო საქმეთა მინისტრს. ერთ ფაქტს მოვყვები, უბრალოდ აუცილებელია ეხლა უკვე ამის თქმა. ფორმალიზების შემდეგ მეორე დღეს 5 დეკემბერს მე დამიკავშირდნენ საქართველოს პრეზიდენტის სახელით მისივე კაბინეტიდან და შემომთავაზეს ორი თანამდებობა, ეს იყო თავდაცვის მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის და მას შემდეგ რაც უარი მიიღეს, უკვე დაიწყო ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომლის მოწმე უკვე სრულიად საქართველოს. ანუ გამოსული ხმები იმის შესახებ, რომ ირაკლი ალასანიას თავაზობდნენ თანამდებობას, არც თუ ისე უსაფუძვლო ყოფილა, ჩვენ მქონდა ასეთი ინფორმაცია, თითქოს თქვენ რომ არ წასულიყავით თანამდებობიდან მიიღეთ შემოთავაზება პრემიერობაზე, თითქოს თქვენ მოითხოვეთ მთლიანად კონტროლი ძალოვნებზეც და მოითხოვეთ თითქოს ვანო მერაბიშვილის გაშევა მთავრობიდან. ყოველ შემთხვევაში ასეთი ხმები ვრცელდებოდა, თქვენი პასუხი გასაგებია. რამ წაიყვანა ირაკლი ალასანია ოპოზიციაში? დღეს თქვენ უნდა ისაუბროთ რასაკვირველია თქვენს მომავალ გეგმებზე, თქვა ძალიან ბევრი ფიგურისგან განსხვავებით, ვინც გადავიდა ოპოზიციაში ხელისუფლებიდან, შესაძლებელია თქვენთან მიმართებაში ნაკლებად არის რაიმე ისეთი კითხვა წარსულიდან, მაგრამ თუ რამე არის, მე ამ შეკითხვებს აუცილებლად დაგისვამთ. რატომ წახვედით ოპოზიციაში? რა იყო ის მთავარი ბიძგი, რამაც მიგაღებინათ ეს გადაწყვეტილება? პირველ რიგში ალბათ ის უნდა აღინიშნოს, რომ მე გადაწყვეტილება მივიღე დამეტოვებინა საქართველოს ხელისუფლება. ეს იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ეს განაპირობა იმ ფუნდამენტალურმა განსხვავებებმა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩამომიყალიბდა საქართველოს პრეზიდენტთან. პირველ რიგში ეს ეხებოდა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებს
და ამ კონფლიქტების მოგვარების გზებს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ვერ მოახერხა და არ ქონდა პოლიტიკური ნება შეექმნა გადაწყვეტილების მიღების ისეთი სისტემა ქვეყანაში, ხელისუფლებაში, რომელიც მოახერხებდა თავიდან აგვეცილებინა ის პროვოკაციები და საბოლოოდ ეს ტრაგიკული სამხედრო აგრესია რუსეთის მხრიდან, რომელიც განხორციელდა აგვისტოს თვეში. როგორ შეგვეძლო რომ თავიდან აგვეცილებინა? ბატონო ირაკლი, მე ვესწრებოდი თქვენს ბრიფინგს, სადაც თქვენ გააკეთეთ ასეთი განცხადება, რომ აი ამ ომზე მთლიანად მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს, ეკისრება ხელისუფლებას. თქვენ როცა ამბობთ, რომ მათ შეეძლოთ რომ თავიდან აეცილებინათ, როგორ? რომ ყოფილიყო პრეზიდენტი ირაკლი ალასანია, როგორ აიცილებდა იგი თუ კი ვთქვათ მოხდებოდა ქვეყნის ანექსია ისეთი დიდი ქვეყნის მხრიდან, როგორიც არის რუსეთი? პირველ რიგში მე განვაცხადე, რომ სააკაშვილის პასუხისმგებლობა არის ის, რომ ვერ მოახერხა თავიდან აეცილებინა და არ მომხდარიყო საქართველოს ჩაბმა ამ პროვოკაციაში, რომელიც იყოს განხორციელებული რუსეთის ფედერაციის მიერ. ხაზი მინდა გაუსვა. მთავარი დამნაშავე ამ კონფლიქტში არის რუსეთი და საქმე გვაქვს ცალსახად სამხედრო აგრესიასთან რუსეთის მხრიდან სუვერენული საქართველოს მიმართ. აქ ორი აზრი არ შეიძლება იყოს. მაგრამ ჩემი აზრით ბოლო წლების განმავლობაში შეიძლებოდა მიზანმიმართული, თანმიმდევრული პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკური პოლიტიკა გაგვეხორციელებინა რუსეთის მიმართაც და რაც მთავარია და რაზეც მე მუშაობდი, ეს იყო კონფლიქტურ რეგიონებში მოგვეხერხებინა საერთო ენის გამოძებნა, როგორც ოსურ საზოგადოებასთან, ასევე პირველ რიგში აფხაზურთან, იმიტომ რომ მე ამ მიმართულებით მუშაობდი და უამრავი შანსი იყო ხელიდან გაშვებული. მათ შორის პირველ რიგში იმ შეთანხმების მიღწევა, რომელიც პრაქტიკულად დოკუმენტირებული იყო და დასრულებული იყო აფხაზურ მხარესთან, რომელიც ითვალისწინებდა დევნილთა დაბრუნების საკითხს და ითვალისწინებდა საბრძოლო მოქმედების არ განახლების საკითხს. ეს იყო ორივე ძალიან მნიშვნელოვანი თემა ორივე მხარისთვის თავმოყრილი ერთ დოკუმენტში და ჩემი აზრით ამ დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელიც პირველად გადაიდო 2005 წელს და შემდეგ უკვე მაისში 2008 წლის, როდესაც ვიყავი საქართველოს პრეზიდენტის დავალებით წასული სოხუმში და შეპირობებული იყო აფხაზურ მხარესთან ეს დოკუმენტი. ამაზე ხელმოწერა მნიშვნელოვნად შეამცირებდა. მე არ მაქვს დღეს უფლება ვისაუბრო, რომ საერთოდ თავიდან აგვაცილებდა ამ აგრესიას, მაგრამ მნიშვნელოვნად შეამცირებდა საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხეს საქართველოში. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას და გადაიდო რისი მიზეზით, რადგან დღევანდელი გადმოსახედიდან რო უყურებ, არ იყო საკმარისი პოლიტიკური ნება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდანაც, მათ შორის. რატომ მას სჭირდებოდა ომი, ბატონო ირაკლი? ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. საქართველოს ხელისუფლების, ვარდების ხელისუფლების, მოდით ასე ვიტყვე, საომარი რიტორიკა, ეს არ იყო მარტო ბოლო წლებში, ხო, ბოლო პერიოდში, ხო, მცხადი. მთელი აი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც რევოლუცია მოხდა, თანდათან ძლიერდებოდა ეს რიტორიკა. ამბობენ, რომ თავის დროზე ირაკლი ოქრუაშვილთან თქვენი ცნობილი დაპირისპირებას თითქოს რაღაცნაირად ამასთან იყო დაკავშირებული. ამაზე მოგვიანებით. ანუ რისი კითხვა მინდა? თქვენ ეხლა გაიგეთ აი ბოლო პერიოდში რომ საომარ რიტორიკასთან იყო საქმე, რომ რაღაც დოკუმენტებზე ხელმოწერა არ გამიგია ეხლა. მას რატომ არ გააპროტესტეთ ამდენი ხანი? როცა ამბობს სააკაშვილი რომ სად იყო ეს ხალხი აქამდე, რატომ არაფერს ამბობდა? მე ვიყავი ხელისუფლებაში და ამ თემებზე ვლაპარაკობდი მიხეილ სააკაშვილთან პირადად. ამიტომ ეს კრიტიკული ჩემი მოსაზრებები პრეზიდენტს ყოველთვის ჩემგან მისდიოდა. მაგრამ იმ დროს, როდესაც ჩართული ვიყავი მოლაპარაკების პროცესში, ბუნებრივია მქონდა იმედი, რომ ეს მოლაპარაკები მივიდოდა ლოგიკურ დასასრულამდე. და იმ დროს, როდესაც მოლაპარაკების პროცესში ხარ, შენ ღია განცხადებებს ვერ გააკეთებ. იმ დროსაც კი, როდესაც წარმოადგენს შენ ქვეყანას გაეროში. იმ ყველაზე კრიტიკულ დრომდეც, აგვისტომდეც, ჩვენ მქონდა განსახორციელებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკა გაეროში. იმ შემთხვევაში, როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს ელჩი გამოსულიყო კრიტიკულად საკუთარი ხელისუფლების მიმართ. ჩემი ერთადერთი საშუალება ეს გამეკეთებინა იყო პირად საუბრებში და შიდა გუნდურ საქმიანობაში. რას გეუბნებოდათ იგი? აი, როცა თქვენ ამას აპროტესტებით, რა იყო მისი პოზიცია, რომ რატომ გადაიდო ხელმოწერა, რატომ არ თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ მე ვერ ჩაუღრმავდები ამ დეტალებს საუბრის, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, ეს არის არასწორი და არაეთიკური, ორ ადამიანს და მით უმეტეს პრეზიდენტს და მის გაეროში ელჩს შორის არსებული და შემდგარი საუბრები და დიალოგი გავიდეს საჯაროდ. ეს დააზიანებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ინტერესებს. მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი ჩემი მოსაზრება პრაქტიკულად არ იყო გაზიარებული. იყო რაღაცეებში თანხვედრა, მაგრამ რეალურად, როცა საქმეზე მიდიოდა, აღარ არსებობდა პოლიტიკური ნება, რომ დაგვესრულებინა. რატომ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ხელშეუწყობდა ვთქვათ კონფლიქტების დარეგულირებას და არ იყო გაზიარებული, ვისი მხრიდან არ იყო? თავად პრეზიდენტის თუ ვთქვათ ვიღაც ადამიანების, ვინც პრეზიდენტზე შესაძლოა რაღაც გავლენას ახდენს. მე იმიტომ ვახსენე, რომ არ არსებობდა ქვეყანაში და არ არსებობს დღესაც სამწუხაროდ გადაწყვეტილების მიღების ინსტიტუციონალური ფორმა. როდესაც პრეზიდენტი მოისმენს მრავალ მოსაზრებას და ეს იქნება განხელვის საგანი შიდა გუნდის
პირობებში და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებებს უკვე. ეს სისტემა არ არსებობს და ეს არის ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. რამაც მიგვიყვანა ამ კონფლიქტურ ვითარებამდე. ბატონო ირაკლი, თქვენ როგორ ფიქრობთ, ყველა შემთხვევაში თუ კი ვთქვათ, საქართველოს პრეზიდენტი არ მიიღებდა თქვენს რჩევას, თქვენ შეგეძლოთ თუ არა გამოგეყენებინათ იგივე გაეროს ტრიბუნა. მე მესმის, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ელჩის განცხადება ეს ძალიან მძიმე იქნებოდა, მაგრამ თუ კი ვთქვათ, ქვეყანას ღუპავს, ასე ვთქვათ, ჭყალებში ჩავსვა იგივე კონფლიქტებთან დაკავშირებით, საკუთარი ხელისუფლება არ უნდა გამოიყენოს ელჩმა იგივე მაღალი ტრიბუნა? მე ვერ ხვდები, როგორ უნდა გამოიყენოს ელჩმა საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ეს ტრიბუნა. ჩემი ერთადერთი საშუალება ამ პოზიციების პრეზიდენტამდე მიტანის იყო მასთან პირადი საუბრები. ერთადერთი საშუალება. ჯერ ეს ერთი აქვე მინდა დავაკონკრეტოთ. მიზანი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა არჩეული და აქვს არჩეული და დღეს რომელიც ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნის გაერთიანება. ამაში ორი აზრი არ არსებობს. რა თქმა უნდა, სრული თანხwebdra იყო. მაგრამ ფორმებში და კონკრეტული მეთოდების შერჩევაში, გრძელვადიანი გეგმის დასახვაში, რომელიც საბოლოოდ დობის აღდგენას გაითვალისწინებდა მხარეებს შორის, ეკონომიკური და სხვა სახის პროექტებით შესაძლებელი იყო ამ დობის აღდგენა და შემდეგ ბოლოსკენ მოიტოვებდა რეალურად სტატუსის პოლიტიკურ თემებს, აი ეს ტაქტიკა, რომელიც მე შევთავაზე და ამაზე არა მარტო მე, ბევრი სხვა სახელმწიფო მოხელეც მუშაობდა და მე ვიყავი მათ შორის ერთ-ერთი, ვინც ამას ანხორციელებდა პრაქტიკულად მოლაპარაკების პროცესში. ეს არ იქნა გაზიარებული. თქვენ თვითონ ახსენეთ სამხედრო რიტორიკა, რომელიც შეუსაბამობაში იყო რეალურად ჩვენ სამშვიდობო გეგმებთან, რომელიც რეალურად წარუდგინეთ აფხაზურ მხარესაც, რომელსაც იზიარებდა გაეროც და ასევე ეუთო სამხრეთ ოსეთის ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. ამ პროცესებში ბუნებრივია იყო აზრთა სხვადასხვაობა და ეს აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის პრეზიდენტის მიერ არ იყო აღქმული როგორც ორი თანაბარ მნიშვნელოვანი მოსაზრება. ის ყოველთვის იჭერდა მხარს, რომელიც რეალურად სამხედრო რეტორიკის გაგრძელებას ისახავდა მიზნად. აი ეს იყო რეალურად ფუნდამენტალური განსხვავებები, რომელიც საბოლოოდ გამოიხატა იმაში, რომ მე გადავწყვიტე დამეტოვებინა თანამდებობა, იმიტომ რომ როდესაც შეუთანხმებულობა გაქვს პრეზიდენტთან პოლიტიკაში, შენ უნდა დატოვო თანამდებობა, ბუნებრივია და გადადგა ეს ნაბიჯი. გასაგებია, მე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ ეროსი კიცმარიშვილის დაკითხვა, როდესაც იყო საქართველოს პარლამენტში, იქ ლიდერშიპის თემა და ასე შემდეგ. მოკლედ ითქვა იქ, რომ ვიღაცამ მიაწოდა საქართველოს ხელისუფლებას ინფორმაცია, რომ ამერიკა უჭერდა მხარს საომარ მოქმედებებს ცხინვალში. რა სიტყვის ამაზე ირაკლი ალასანია? თქვენ იმ პერიოდში იმყოფებოდით ამერიკაში. როგორი იყო, ვთქვათ, მათი დამოკიდებულება? თქვენ თუ დაუკავშირდით ომის დაწყების პირველივე დღეს საქართველოს პრეზიდენტს თუ ესაუბრეთ მას, თუ გადაეცით ვის რა პოზიცია ჰქონდა თუნდაც იგივე შტატებში და როგორი მხარდაჭერა ექნებოდა თუნდაც ჩვენს ჩათრევას ამ ომში? ნუ ჯერ ეს ერთი იმას გეტყვით, რომ ჩემ ფუნქციების განხორციელებაში გაეროში მე ძირითადად კონტაქტი მქონდა გაეროში მყოფ ელჩებთან. და ვაშინგტონთან ურთიერთობებს ბუნებრივია წარმართავს ჩვენი საელჩო ვაშინგტონში. აქედან გამომდინარე მე უშუალო შეხება თვითონ რა ინფორმაცია მოდიოდა თბილისში ვაშინგტონიდან არ მქონდა, მაგრამ მე ვესწრებოდი ძალიან ბევრ მაღალი დონის შეხვედრას, თუნდაც თბილისში, თუნდაც ვაშინგტონში, პრეზიდენტთან ერთად, სადაც არასდროს ჩემი მონაწილეობის პერიოდში არ გამიგია, რომ რაიმე ფორმით მაინც ამერიკის შეერთებულ შტატებს წაეხალისებინოს, ან მოწოდების მაგვარი ყოფილიყო, რომ კონფლიქტის ესკალაციის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატები დაგვიჭერდა მხარს სამხედრო კუთხით. ამიტომ ესეთი რამე მე არ გამიგია და ამიტომაც შემიძლია ძალიან ნათლად გითხრა, რომ იმ შეხვედრებში, სადაც მე ვიღებდი მონაწილეობას, ესეთი რამე არ ყოფილა. ძალიან ბევრი ამბობს ხოლმე, რომ ომს გადაყვება ეს ხელისუფლება, ანუ გულისხმობენ აგვისტოს მოვლენებს. სხვა შორის ეს სიტყვები თურმე არ უნდა ვთქვათ, პრეზიდენტმა თქვა ამას წინათ პირდაპირ ეთერში ბრიფინგზე, რომ რაც უფრო ნაკლებად იქნება ეს სიტყვები გამოყენებული უკეთესია, იმიტომ რომ ვიღაცამ თანამდებობა უნდა დატოვოს ამის გამო, თუ კი იგი არის ოფიციალური პირი. მოდით, ნუ ვიტყვით აგვისტოს მოვლენებს, ვთქვათ პირდაპირ ომი. როგორ ფიქრობთ თქვენ, როგორი გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს? ხალხში ძალიან ბევრჯერ მე გამიგია მსმენია, რომ აი ამ ომს შესაძლებელია გადაყვეს ხელისუფლება. ოპოზიციის ძალიან დიდი გათვლა იყო სწორედ ამაზეც, რომ შედეგებიდან გამომდინარე ხელისუფლებას მოუწევდა პასუხისმგებლობა. რა სიტყვით თქვენ? ხელისუფლებას პასუხისმგებლობა მაინც მოუწევს და განსაკუთრებით პირველ რიგში საქართველოს პირველ პირს, რომელსაც ეკისრება ეს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა არ ჩაეთრია ამ პროვოკაციულ ომში. მაგრამ
სააკაშვილო მე ასევე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ალბათ თქვენ შეკითხვებშიც იქნება, მაგრამ მე სრულიად სოლიდარობას უცხადებ ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას ადრეული არჩევნების დანიშვნას. და ეს იმიტომ კი არა, რომ სააკაშვილიმ მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა გადადგეს, რომ მან პროვოკაციულ ომში ჩართო ქვეყანა. არამედ იმიტომაც, რომ დღეს ამ შექმნილი კრიზისიდან, პოლიტიკური, სამხედრო პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან მას არ აქვს საშუალება გამოიყვანოს ქვეყანა. მან დაკარგა ნდობა როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის მოსახლეობაშიც. აქედან გამომდინარე, ქვეყანას სჭირდება მოსახლეობას მიეცეს ახალი არჩევანის უფლება, რომელიც აირჩევს ხელისუფლებას, რომელსაც აქვს ნდობა ქვეყნის შიგნით, პირველ რიგში თავისი მოსახლეობის, აქვს დასავლეთის ძალიან დიდი მხარდაჭერა და ასევე აქვს შესაძლებლობა რეალურად დაიწყოს წარმართვა დიალოგის რუსეთის ფედერაციასთან. უკაცრავად მე მინდა ამ თემაზე დამიკონკრეტოთ, რას გულისხმობთ თქვენ ბრიფინგზეც აღნიშნეთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია. იქნებ განმარტოთ. დღეს საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც არის, ეს არის ოკუპაცია საქართველოს მნიშვნელოვანი ტერიტორიის. დიახ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება რეალურად ისეთი მექანიზმების გაჩენა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს რუსეთის მხრიდან ამ კონფლიქტის ხელახალ ესკალაციას. დღესდღეობით საქართველოს იმიტომ არის დაუცველი, რომ ჩვენ რამდენიმე კილომეტრში დგას რუსეთის ტანკები, დგას საჯარისო შენაერთები, რომელსაც ვერანაირ კონტროლს ვერ უწევს და მონიტორინგს არა მარტო ქართული მხარე, არამედ თვითონ საერთაშორისო თანამეგობრობაც. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით რუსეთთან წარიმართოს დიალოგი, რომელიც უზრუნველყოფს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას დეოკუპაციის კუთხით. ამიტომ გვჭირდება რეალურად დიალოგის დაწყება დღეს რუსეთთან, თორემ მე ამ კონფლიქტის შემდეგ ძალიან სერიოზულ პრობლემებს ვხედავ რუსეთ-საქართველოს შორის შექმნილს, რომელსაც ადვილად ვერ გადალახავს საქართველო და ვერც რუსეთი. ამიტომ დიალოგი ყველა ვარიანტში უნდა ვაწარმოოთ. დიალოგი ოკუპანტებთან უნდა ვაწარმოოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, იმიტომ რომ მათ ისინი ვაიძულოთ ერთობლივად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები საჯარისო ფორმირებების გაყვანის. გასაგებია, მაგრამ თქვენ გჯერათ, რომ რუსეთი საჯარისო ფორმირებებს გაიყვანს, გნებავთ იგივე აფხაზეთიდან. სხვა შორის მე მინდა თქვენ ეს კითხვა დაგისვათ, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, აი როცა ამბობთ, რომ საჭიროა იგივე რუსეთთან დიალოგი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, იგივე რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, როდესაც ამბობთ, რომ უნდა გაიყვანოს, როგორ გაიყვანს? საერთაშორისო ზეწოლა უნდა არსებობდეს და ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ძალიან პრაგმატული და ამიტომ უნდა დავიწყოთ მათთან პირდაპირი დიალოგი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საერთაშორისო ფორმატებში და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, იმიტომ რომ დიალოგის გარდა ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. ჩვენ სამხედრო ძალით რუსეთის ფედერაციას დეოკუპაციას ვერ განვახორციელებინებთ. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, როგორია ირაკლი ალასანიას გეგმა კონფლიქტების დარეგულირებისა? კონკრეტულად შეგიძლიათ რომ მითხრათ? არა, ნუ აქ არსებობს მოდელი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოს საქართველოს და ეს პირველ რიგში ეხება. უნდა გაგრძელდეს საერთაშორისო მხარდაჭერა ამ კონფლიქტური რეგიონების არაღიარების და ეს შესაძლებელია, ჯერ მხოლოდ ორმა ქვეყანამ აღიარა. საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩვენ უნდა კონფლიქტურ ზონებში შევიყვანოთ ისეთი მონიტორინგის მექანიზმები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის და ასევე სეპარატისტულ საჯარისო ფორმირებებს გაუწევს ისეთ მონიტორინგს, რომელიც არ მისცემთ მათ საშუალებას განახორციელონ პროვოკაციები და ახალ კონფლიქტში ჩააბან საქართველოს. ეს მეორე მოცემულობა უნდა არსებობდეს ადგილზე. პირდაპირი დიალოგი უნდა დავიწყოთ აფხაზურ და ოსურ მხარესთან. უნდა გაჩნდეს ნდობა და ეს სამი ფაქტორის გათვალისწინებით, ამ სამი ფაქტორის გათვალისწინებით დარწმუნებული ვარ. მე ვარ დარწმუნებული, რომ შესაძლებელი გახდება ისეთი ატმოსფეროს ჩამოყალიბება, ამას დაჭირდება ძალიან სერიოზული დიპლომატიური ნაბიჯები, ბუნებრივია, მარტივად ვერ განხორციელდება, რომელიც საერთო სახელმწიფოების სივრცეში თანაცხოვრების შესაძლებლობას გააჩენს როგორც აფხაზურ საზოგადოებასთან, ასევე ოსურ საზოგადოებასთან. პირდაპირ მითხარით სტატუსი როგორ წარმოგიდგენიათ და მე გადავდივარ შიდა პოლიტიკურ თემებზე. სტატუსი იქნება მოლაპარაკებების საგანი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? წინასწარ მომლაპარაკებელი არასდროს არ იტყვის იმას, როგორ უნდა დასრულდეს მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ სტატუსის საკითხი. ეს უნდა გახდეს ჩვენი შეცდომა სწორად აფხაზურ მხარესთან იყო ის, რომ წინასწარ რეცეპტს ვაძლევდით. არსებობს სტატუსი, რომელიც შეიძლება ჩვენ მათ შევთავაზოთ და მათთვის ეს აღმოჩნდეს მისაღები. მაშინ მე დარწმუნებული ვარ, ესეთი ფორმა მოიძებნება. და რა არის ეს ფორმა? ეს ფორმა მოლაპარაკებების შედეგად გაირკვევა. წინასწარ ამაზე ლაპარაკი
და ამ რეცეპტის დადება აფხაზური მხარესთვის, თუნდაც ოსური მხარესთვის იქნება არასწორი დიპლომატიური. ერთს ვიტყვი უბრალოდ მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც ჩვენ ვაშუქებთ ამ კონფლიქტს, მიდიოდა სულ საუბარი მშვიდობიან მოლაპარაკებაზე, ნდობის აღდგენაზე, ასე შემდეგ და ეს იყო სულ დროში გაჭიანურებული, არაფერი არ იძულებდა. თქვენი საუბრიდან გამომდინარე ავტომატურად ჩნდება ეს კითხვაც. კიდევ რამდენი წელი მე შეგახსენებთ, რომ 2005 წლის პრაქტიკულად 2005 წლის განმავლობაში ძალიან დინამიკა შევიდა ქართულ აფხაზურ დიალოგში. თქვენ გახსოვთ, რომ რამდენჯერმე ქართული დელეგაცია ეწვია სოხუმის დელეგაცია ჩამოდიოდა თბილისში და პრაქტიკულად მაშინ დავიწყეთ რეალურად საუბარი ჩვენ, როგორც დევნილთა პრობლემატიკაზე, ასევე ნდობის აღდგენის სხვადასხვა ეტაპებზე, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანდა სტატუსის განხილვამდე. ეს დინამიკა არსებობდა 2005-ში. ანუ შესაძლებლობა იმისი, რომ გაგვეჩინა ეს ნდობა არსებობდა და ეს იყო ხელიდან გაშვებული. ის ხელისუფლება, რომელიც მოვა საქართველოში სააკაშვილის შემდეგ, დარწმუნებული ვარ ამ შესაძლებლობებს ხელიდან აღარ გავუშვებს. რატომ ხართ დარწმუნებული? ის ხელისუფლება, რომელი ხელისუფლება მოვა? აი თქვენ ახლა საუბრობდით, რომ მე უჭერ მხარს ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას არჩევნების და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე. ჩვენ ხედავთ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს, ხელისუფლების განცხადებებს, არაპირებენ ისინი არანაირი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. მე მინდა თქვენთან დავიწყოთ საუბარი შიდა პოლიტიკურ თემებზე. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ დაანიშნირებენ მას პრეზიდენტს ვადამდელ არჩევნებს, საპარლამენტო, საპრეზიდენტოს, თუ კი არაფერი ეთყობათ მათ ამისი. მკვეთრად ხაზგასმულია ფინანსური კრიზისი არ იძლევა იმის საშუალებას, პირველ რიგში მე მინდა გითხრათ ერთი რამე, რომ ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ან ლიდერი ვერ დაანიშნინებს ვერავის არჩევნებს. ეს უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის ნება გამოვლენილი კონსტიტუციური ფორმებით. თუ არ შედგა კონსენსუსი საქართველოში, მოქალაქეებში, რომ ესე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება და საქართველოში გარდამტეხი ცვლილებებია საჭირო, იმიტომ რომ უზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება, იმიტომ რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა, იმიტომ რომ რეალურად დაუწყოთ ბრძოლა უმუშევრობას და არა მხოლოდ დაპირებების გზით. თუ ეს კონსენსუსი არ შედგა, მაშინ რა თქმა უნდა ცვლილება არ იქნება და ვერც ერთი პიროვნება, ვერც ერთი პოლიტიკური ჯგუფი ამ ცვლილებას ვერ გაგახორციელებს. კონსენსუსი როგორ უნდა შედგა? უნდა არსებობდეს ქართველი ხალხის და საქართველოს მოქალაქეების ნება უნდა გამოვლინდეს. მათ ეს ნება უნდა დააფიქსირონ. ეს იქნება კონსტიტუციაზე დაყრდნობით. ერთ-ერთი ფორმა შეიძლება იყოს რეფერენდუმის გზით. მეორე ფორმა და სხვა ფორმებიც არსებობს პოლიტიკური ნების გამოვლენის მოსახლეობის მიერ. მიტინგები? მათ შორის მიტინგიც, ბუნებრივია, ეს არის შვიდობიანი ნების გამოხატვა არის მიტინგი, ბუნებრივია. დიახ. და თუ ეს იქნება მასშტაბური და ხელისუფლება დაინახავს, რომ მომწიფდა ეს საკითხი საზოგადოებაში, მაშინ დამერწმუნეთ, ვერაფერი ამას წინ ვერ დაუდგება. ეს ცვლილება იქნება გარდაუვალი. კარგით, მაგრამ თუ კი დაიწყება ეს საპროტესტო გამოსვლები, ვიხილავთ თუ არა ირაკლი ალასანიას მიტინგებზე, ეს არის ძალიან საინტერესო. თქვენი თავი როგორ წარმოგიდგენიათ ქუჩის საპროტესტო მოძრაობაში, თუნდაც ერთ-ერთ ლიდერად, ან შესაძლებელია? ბუნებრივია, თუ კი პოლიტიკურ ბრძოლას ეს დაჭირდა, რა თქმა უნდა, მიტინგზეც უნდა მიხვიდე და ხალხს შენი უთხრა. გახვალთ თქვენ მიტინგზე? ბუნებრივია, პარტნიორებად თუ მოითხოვა აუცილებლობამ, რა თქმა უნდა. ვინ შეარჩიეთ პოლიტიკურ პარტნიორებად? გავრცელებული იყო ხმები რესპუბლიკელებსა და ახლებზე, შემდეგ თითქოს რაღაცნაირად შეყონდა. ასევე იყო საუბარი, სხვა შორის თქვენც აღნიშნეთ, რომ ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავდით, იყო ეროვნულ ფორუმზე საუბარი. თქვენ თქვით, რომ არაპირებთ თქვენი პარტიის შექმნას. ძალაში რჩება ეს? მე არ ვაპირებ პარტიის ჩამოყალიბებას, მაგრამ მე ვაპირებ ჩემი გუნდით წარუდგეს საზოგადოების წინაშე ძალიან მალე. მე მყავს თანამოაზრეების გუნდი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება და პარალელურ რეჟიმში მე პრაქტიკულად დასკვნით ეტაპზე ვარ გადასული პოლიტიკურ სპექტრთან თანამშრომლობის ფორმების გამოძებნაზე. მათ შორის პრაქტიკულად პოზიციების ძალიან დაახლოება არის როგორც რესპუბლიკურ პარტიასთან, ასევე ახლებთან, ეროვნულ ფორუმთანაც, რომელთანაც გვაქვს დიალოგი და ეს გაგრძელდება, ასევე ოპოზიციურ ალიანსთან, ბატონ ლევან გამყრელიძესთანაც. ეს არის დინამიკა, რომელიც უახლოეს პერიოდში გარკვეულ შედეგს გამოიღებს. დავით გამყრელიძესთან და ლევან გაჩეჩილაძესთან ალბათ გიდოდათ გეთქვათ და გამოგივიდეთ უცბად ლევან გამყრელიძე. შესწორებისთვის დიდი მადლობა. უბრალოდ თავარი ამოცანა დღეს არის, რომ ჩვენ კი არ ვერთიანდებით ვიღაცის წინააღმდეგ. ჩვენ ვერთიანდებით იმ სტრატეგიის შემუშავებისთვის, რომელიც საქართველოს გამოიყვანს ამ კრიზისში. ანუ განიხილება გეგმა ამ გაერთიანების, იქნება ირაკლი ალასანია ყველას ლიდერი, თუ იქნება ერთი კონკრეტული ჯგუფის, თუ შეგიძლიათ ამაზე რომ გამცეთ პასუხი. ახლა ლიდერობას რაც შეეხება, ესეც დამოკიდებულია საზოგადოებაზე. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, დამიჯერეთ. ლიდერობის თემამ ძალიან ბევრი გაერთიანების მეც კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანი თემაა. ამიტომ სწორედ ვახსენე, ჩვენ ვიღაცის წინააღმდეგ
ან ვიღაცის საწინააღმდეგოდ კი არ ვერთიანდებით. ჩვენ ვერთიანდებით უნდა გავერთიანდეთ კონკრეტული პროგრამის ირგვლივ. როგორ გამოვიყვანოთ საქართველო ამ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან. ეს იქნება საფუძველი. უახლოეს დღეებში მე ჩამოვედი 2 დღის წინ. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ ახსენეთ შეყოვნება, არანაირი შეყოვნება არ ყოფილა. მე 1 თვის წინ გავაკეთე განცხადება თბილისში. მას შემდეგ 3 მიზეზის გამო მე მომიწია დაბრუნება ამერიკის შეერთებულ შტატებში. პირველი ეს იყო დიპლომატიური პროტოკოლით გათვალისწინებული პროცედურები, მეორე თემა ეს იყო უნდა მომემზადებინა მისია ჩემი შემცვლელისთვის, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა დღესაც ბუნებრივია და მინდა წარმატებები უსურვო მას, ეს უნდა მომემზადებინა და მესამე ასევე ქონდა კონსულტაციები ამერიკის ადმინისტრაციის როგორც ძველ, ასევე ახალ წარმომადგენლებთან ჩემ ჩამოსვლამდე. ეს არის ძალიან საინტერესო თემა. ალასანია ამერიკის კაცი. პირდაპირ ასე განიხილება. სხვათა შორის ლეიბორისტები ძალიან ბევრი საუბრობს, ეს არ არის მე მგონი უცხო თემა ქართულ პოლიტიკაში. მოდით პირდაპირ ვთქვა, თუ არ გექნება მხარდაჭერა, იგივე ვთქვა ამერიკიდან, შეუძლებელია რომ მიაღწიო რამეს. იგივე ლეიბორისტული პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ალასანია შესაძლებელია იყოს მიშა 2. აი პირდაპირ ასეთი განცხადება კეთდება. ანუ ამერიკამ დაგვინიშნოს, მოგვიყვანოს პრეზიდენტი და ასე შემდეგ. კიდევ ერთი მე ბუნებრივია მაქვს ჩემი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ძალიან მჭიდრო და ახლო ურთიერთობა ამერიკის დიპლომატიურ და პოლიტიკურ წრეებთან. მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს განხილული ისე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს პიროვნულად ვიღაცას მხარს. ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს საქართველოს დემოკრატიას მხარს. და ხალხის ნებას სცემს პატივს. ამერიკის შეერთებული შტატები პირდაპირ მინდა თქვენი პასუხი. სააკაშვილის მთავრობასთან ბუნებრივია არის თანამშრომლობა, იმიტომ რომ ეს არის ორ სახელმწიფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. ბუნებრივია თანამშრომლობენ სააკაშვილთან. ბატონო ირაკლი, თუ განიხილავთ საკუთარ თავს პრეზიდენტის კანდიდატურა, თუ კი ჩატარდება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. მე ამ შეკითხვას რამდენიმე წუთში ქალბატონ ნინოსაც დაუსვამ. ძალიან ხშირად ასევე საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლებელია თუ არა ირაკლი ალასანია იყოს ვთქვათ მომავალი პრეზიდენტი. ჯერ ეს ერთი მე ვარ აც უკვე რიგითი მოქალაქე და მოვლენებს წინ გავუსწრებთ, ჯერ არ არის საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნული. ფიქრობთ? ასე რომ მე ვფიქრობ პოლიტიკაში ყოფნას, მაგრამ ვიქნები თუ არა კანდიდატი, ეს ჩემი გადასაწყვეტიც არ არის. ეს უნდა ვიგრძნოთ საზოგადოების გულისცემა. იმ შემთხვევაში თუ კი შესაძლებლობა მექნება ამ პოსტზე კენჭისყრის, მაშინ გადავწყვეტავ ამ საკითხს. ანუ არ გამორიცხავთ, არის შესაძლებელი. არაფერი არ შეიძლება პოლიტიკაში გამორიცხო. კარგი, და მე მინდა ბოლო ორი კითხვა დაგისვათ, ქალბატონი ნინო შემოვა რამდენიმე წუთში სტუდიაში. როგორი არის ირაკლი ალასანიას კარიერაში თემურ ალასანიას როლი? მე მინდა ეს კითხვა დავსვა კიდევ ერთხელ, ადრე კითხეთ მე თქვენ, მაგრამ ეხლა პირდაპირ ეთერში, იმიტომ რომ საუბარი არის მუდმივად იმაზე, რომ თქვენს კარიერაში ძალიან დიდი როლი შეასრულა პრეზიდენტის ბიძამ. თითქოს როდესაც მოგიხდათ სერიოზული დაპირისპირება ირაკლი ოქრუაშვილთან, მაშინაც მოხდა ბიძის ჩარევა და ასე მისი რეკომენდაციით აღმოჩნდით გაეროში. ნუ გეღიმევათ, ეს არის თბილისური თემები, თბილისური ამბები, რომელსაც სხვა შორის პოლიტიკურ სპექტრში საუბრობენ და არა ისე ჩვეულებრივ ხალხში. რა სიტყვით? თქვენი ნათესაობის თემა პრეზიდენტთან, ანუ არის თუ არა ირაკლი ალასანია მიხეილ სააკაშვილის გაგრძელება? პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ შეიძლება თქვენს კარიერაში უფრო მეტი წვლილი აქვს შეტანილი, ვიდრე ჩემს კარიერაში, იმიტომ არანაირი წვლილი მას რა თქმა უნდა არ მიუძღვის ჩემი პროფესიის. მე პირობას გაძლევთ, რომ ერთხელ მყავს ნანახი ისიც აეროპორტში. მაშინ ანალოგიურად ჩემ კარიერაშიც ასეთი წვლილი აქვს შეტანილი. რაც შეეხება ნათესაობას, მე ამას უკვე ერთხელ გავეცი პასუხი თქვენს დასმულ შეკითხვაზე და ეხლა შეგიძლიათ უკვე პრეზიდენტს კითხოთ, ის რა სიტყვის. კარგით, პრეზიდენტს ვკითხავ აუცილებლად და ბოლოს მე მინდა გითხრათ, რომ როდესაც თქვენ ჩაატარეთ ბრიფინგი, ამ ბრიფინგიდან რამოდენიმე დღეში ქართულ პრესაში დაიბეჭდა სხვა სტატიები თქვენთან მიმართებაში და გაზეთი ქრონიკა ბეჭდავს საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარებული ბიჭების დედები როგორ ადანაშაულებენ ირაკლი ალასანიას. თემა არის იმაზე, რომ ნარკოტიკებზე კაბალში დადიოდნენ, თბილისში ჩამოქონდათ, მაშინ როდესაც თქვა თქვენ იყავით ახალგაზრდა, ამ საქმეში ძალიან დიდი ხალხი იყო გარეულიო. გიორგაძე, კვირაია, ავთო იოსელიანი, ირაკლი ალასანიამ სკოლაში სწავლის დროს ბავშვი დაჭრა იარაღით, მაგრამ რადგან უშიშროების გენერლის მამია ალასანიას შვილი იყო, ეს საქმე მიაჩუმათ ეს დაიბეჭდა ქართულ პრესაში და მე მინდა ამაზე თქვენი პასუხი მოვისმინო. ერთადერთი რასაც გეტყვით არის ის, რომ ეს არის πολιτიკური ოპონენტისზე ცილისწამების და დისკრედიტაციის ძალიან ბინძური ფორმა. მე ერთხელაც აღვნიშნე და დღესაც გავიმეორებ, რომ მე პირადად არ ვაპირებ არანაირად ჩავება ესეთ
ბინძურ საქმიანობაში და მე არასდროს ჩემს ოპონენტებს ამსეთი მეთოდებით არ დაუპირისპირდები. ძალიან საინტერესოა, მე უნდა დაგემშვიდობოთ და სულ ბოლოს არის ერთი კიდევ ასეთი ინფორმაცია, სხვა შორის მაყურებლის გასაგონად მინდა ვთქვა, ირაკლი ალასანია მე ეთერამდე რამდენიმე ხნით ადრე მითხრა, რომ მე არ ვაპირებ ვისაუბრო წარსულზე, რა ურთიერთობები მქონდა ვთქვა პრეზიდენტთან, რა საუბრები და ასე შემდეგ, ამიტომ მე აღარ ჩაგეძიებით ამ თემაში, ვიცი რომ ძალიან პრინციპული იქნება თქვენი პასუხი. არა, მაგრამ გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, თითქოს 7 ნოემბრის შემდეგ თქვენ, ვიქტორ დოლიძე ავსტრიაში ჩვენი ელჩი და ასევე ლევან მიქელაძე შვეიცარიაში ჩვენი ელჩი ერთად აპირებდით 7 ნოემბრის შემდეგ გადადგომას. დამთავრდა ეს ყველაფერი იმით, რომ გადადგა ბატონი ლევან მიქელაძე, თქვენ კი დარჩით თანამდებობაზე. მართლა იყო თუ არა ასეთი რამ და რატომ არ გააპროტესტა 7 ნოემბერი ირაკლი ალასანია? ცით რა 7 ნოემბერთან დაკავშირებით და საერთოდ თბილისში შექმნილ ვითარებაზე იმ დროს მე გარკვეული განცხადებები გავაკეთე მათ შორის იმედის ეთერით. და არ დამიმალია რომ აუცილებლობას გამოსავალს ხედავდი იმ აუცილებლობაში რომ შემდგარიყო დიალოგი კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ეს მაშინ მე დავაფიქსირე. რაც შეეხება თვითონ გადადგომას, არ დაგიმალავთ, იყო ჩემში გარკვეული შინაგანი ბრძოლა, რა გადაწყვეტილება მიმეღო, მაგრამ საბოლოოდ იმის გამო, რომ კონკრეტული საქმე იყო მისაყვანი გაეროში და ეს კონკრეტული საქმე იყო იმ რეზოლუციის მიღება, რომელიც ეხებოდა დევნილებს და რომელზეც მუშაობა დაწყებული ჰქონდა მისიას და საგარეო საქმეთა სამინისტროს 15 აპრილს იქნა მიღებული და ეს იყო ერთადერთი რეზოლუცია გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც კონკრეტულად ეხება დევნილებს და მათი უფლებების დაცვას. ეს იყო ძირითადი ფაქტორი, რომელმაც მე მაშინ გადამაწყვეტინა, რომ დარჩენილიყავი თანამდებობაზე. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ვფიქრობ, ძალიან ბევრ კითხვაზე თქვენ კიდევ მომავალში მოგიწევთ პასუხის გაცემა. მე მინდა დაგემშვიდობოთ, გადაგიხადოთ, დიდი მადლობა, რომ მოხვედით სტუდიაში და ერთი კიდევ თქვენი ოპონენტები აუცილებლად დაიბეჭდება იგივე პრესაში და მე დავასწრებ ამას, იმიტომ რომ ძალიან ხშირად უკვე მოვისმინე, ამბობენ რომ უშიშროებაშიო მიიყვანა იგი იგორ გიორგაძემ, რომელიც არის ალასანიას ნათლიაო. მე ვიცი რომ ეს თემა ძალიან აქტუალური იქნება უახლოეს პერიოდში. მორიგი არასწორი ინფორმაცია. მე მივედი, არა, რა თქმა უნდა არ არის, არანაირი კავშირი არ მაქვს, მაგრამ მართლაც მივედი იმ დროს უშიშროებაში, როდესაც იგორ გიორგაძე იყო უშიშროების მინისტრი. კარგი, წარმატებებს გესურვებ, დიდი მადლობა გთხოვთ. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებები ირაკლი ალასანიას. რამდენიმე წუთში კი ზუსტად იგივე შეკითხვას, თუ დაინიშნება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და აყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე ნინო ბურჯანაძე, რომელიც უკვე ორჯერ იყო სხვათა შორის ამ ქვეყნის პირველი, რეკლამის შემდეგ თავად ნინო ბურჯანაძისგან მივიხეთ. ნომერი 299. ეს არის წყნეთში სახელმწიფო ქონების ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობის გადაცემა წყნეთში სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე დაახლოებით 3 გექტარი მიწა, რომლის ღირებულება არის 30 მილიონი. ვის გადაეცა? სიმბოლურად ერთლარად აქ გადაცემული ნინო ბურჯანაძის. როდის გადაეცა უკაცრავად? ეს არის 8 მაისი. იმის გამო რომ ნინო ბურჯანაძე გაჩერდეს 21 მაისის კომენტარებისგან. მოვლენების ეპიცენტრში, საჭირო დროს, საჭირო ადგილზე, თქვენთვის საჭირო ინფორმაციით. ჩვენ პირველები ვამბობთ. მოამბე პირველ არხზე. ანიმაციური სტუდია წარმოგიდგენთ. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია ერისთავის სათვალე, მე გახლავართ ლევან ერისთავი. ამ სათვალიდან გაცილებით ხალისიანი მოჩანს სამყარო. თქვენნაირი არავინ არ არის. ვიხაპორტე აკიდა გაუკეთეს. მოდი იცოდი კი არისო. დღეს ზუსტად 9 საათზე პირველ არხზე. ჩემ ცოლს რო ვეუბნები არ ჯერავს მაგის რომ სტიმულს აძლევს, გაისასმელი და აი ახლა დაიჯერე. ერისიო, პირველი არხი და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი წარმოგიდგენ. პირველად საქართველოში ლეგენდარული ანსამბლის გრანდიოზული შოუ
ახალი პროგრამა ფრანგ პარტნიორებთან ერთად. 26-დან 29 იანვრის ჩათვლით. 26, 27, 28 და 29 იანვრის 19 საათზე. ქართული საგანძური ოპერისა და ბალეტის თეატრში. ყოველთვის ოპოზიცია გახალისდებოდა ხოლმე მაშინ, როგორც კი ჩვენი გუნდიდან, ესე ვთქვათ, ფეხბურთელს, რომელსაც ვეღარ გააქვს გოლი, გაუშვებთ ხოლმე ტრანსფერს ოპოზიციაში. იგი წავა და სხვა მოვა ტურფასის საბჭოს. სააკაშვილი დღეს მას მემუარების წერას ურჩევს და თან არ ურჩევს. რას პასუხობს პრეზიდენტს ნინო ბურჯანაძე და ნანობს თუ არა, რომ გადადგომამდე არც ერთხელ არ დაპირისპირებია იმ ყველაფერს, რაშიც ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს და რაზეც მის პასუხს არაერთხელ ითხოვდა, რატომ დუმდა რევოლუციის დღიდან გადადგომის დღემდე. არიან ნაძირალები, მკვლელები? ხო? იქნები არ არიან, რა იქნები? თელს სოფლიოს დავანახეთ, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა. შეკითხვები ნინო ბურჯანაძეს, როგორ წარმოუდგენია მას სააკაშვილის გაშვება სახლში და აპირებს თუ არა თავად იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე, თუ არჩევნები დაინიშნება. გამოვა თუ არა მიტინგებზე, რომლის დაწყებასაც ოპოზიცია აპირებს. ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური კვირა და ყველა შეკითხვა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს მოახერხებს თუ არა ხელისუფლებაში მოსვლას კიდევ ერთხელ. ჩვენ ვართ კვლავ პირდაპირ ეთერში და მე წარმოგიდგენთ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, საღამომშვიდობისა ქალბატონ ნინო, როგორ ბრძანდებით? დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. თუ შეიძლება დაიკავეთ თქვენი ადგილი. ძალიან ხომ არ გაბრაზდით, როდესაც მოისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადება დაჯდეს და წეროს მემუარებიო. მე გუშინ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში უყურებდი რეპორტაჟს, სადაც თქვენ ამბობდით, რომ დიდად არ ურჩევ რომ დავწერო მემუარები, იმიტომ რომ არ მგონია რომ მას მოეწონოს, რასაც მასზე დავწერო. რა არ გითქვამ და რას დაუწერდით ისეთ სააკაშვილს, რაც შესაძლებელია მისთვის სიურპრიზი ყოფილიყო. თქვენი პასუხი ამ განცხადებაზე, ეს ძალიან სერიოზული იყო განცხადება. მან პრაქტიკულად თქვა, რომ ოპოზიციაში გაუშვა თავად ეს ადამიანები. ტრანსფერი ოპოზიციაში, როდესაც გოლი ვეღარ გაგაქვს, უკვე უშვებ მას ოპოზიციაში. ეხლა რაც შეეხება გაუბრაზდი თუ არა, ჯერ ერთი მე არ მქონდა შესაძლებლობა მეყურებინა პირდაპირ ეთერისათვის, იმიტომ რომ ამ დროს მე მქონდა პარტიის დარბაზის წევრებთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, თუმცა ბუნებრივია მიუხედავად იმისა, რომ მე არ მჯერა არაფრის, რასაც საქართველოს პრეზიდენტი ლაპარაკობს და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვიდრე მჯეროდა თუნდაც იოტის ოდენ არწმენა ვიდრე მქონდა, რომ ის იყო გულწრფელი ან საუბრობდა და ლაპარაკობდა და ამბობდა იმას, რისი გაკეთებაც სურდა, მანამ მე მის გვერდით ვიყავი. როცა დავწმუნდი, რომ ის არ არის გულწრფელი, მე წამოვედი და აქედან გამომდინარე დღეს მისი არც ერთი სიტყვა ნამდვილად დასაჯერებელი არ არის. მაგრამ ბუნებრივია, მე მაინც ვადევნებ თვალყურს ვინაიდან ჯერ კიდევ ის საქართველოს პრეზიდენტია. ახლა გაუბრაზდი თუ არ გაუბრაზდი, მე გაუბრაზდი აგვისტოში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა თავისი აბსოლუტურად უგუნური და გაუთვლელი გადაწყვეტილებით დაღუპა ქვეყანა და ქვეყანას უახლოესი პერიოდის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი პერსპექტივები დააკარგინა. აი მაშინ ნამდვილად გაუბრაზდი საქართველოს დაღუპა ქვეყანა. ქვეყანა დაღუპა ნიშნავს აუცილებლად პასუხისმგებლობაზე, რა დაღუპვაზე არის საუბარი. კი, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია პირდაპირ ეთერშიც და ჩემს განცხადებებშიც და მე მგონი აქ შეფასებებში აბსოლუტური უმრავლესობა საზოგადოების არის პრაქტიკულად. არა, მე პირდაპირ მან დაიწყო ომი, თუ იგი გახდა იძულებული. იგი თავად ამბობს, რომ გახადეს იძულებული, რომ ამ ომის თავი დანაწილება იყო შესაძლებელი გონივრული პოლიტიკით, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. წინასწარ წაგებულ ომში ქვეყანა არ უნდა ჩართო. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არა მარტო თავად ომის პირველი დღეები იყო უდიდესი კატასტროფა და შეცდომა. თავად ომის მიმდინარეობა იყო სამარცხვინო პრაქტიკულად, იმიტომ რომ არ არსებობდა ელემენტარული კოორდინაცია და მმართველობა, არამედ ომის შემდგომი პერიოდი, როდესაც ხელისუფლებამ სრული უუნარობა დაანახა მსოფლიოს არაადეკვატურობა, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ დაუმარხავი ბიჭები ცხინვალში ეყარნენ და კოდორს ვტოვებდით და ხელისუფლება კიდე ხალხს ეუბნებოდა, რომ ომი მოვიგეთ. ამ თემაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და რა თქმა უნდა, ეს არის ის თემა, რომელიც ხელისუფლებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეპატიოს, არ უნდა ეპატიოს
ისიც რომ ცხინვალში დაღუპული ბიჭებისათვის ელემენტარულად საფლავის გათხრაზეც კი არ შეიწუხა ამ ხელისუფლებამ თავი და ბულდოზერით გაათხრევინა ერთიანი საძმო საფლავი. მე არ მინდა ეხა ამ თემას დაუბრუნდე, იმიტომ რომ ამ თემაზე ჩვენ სხვა რაკურსში გვაქვს სალაპარაკო, რა უშველოთ ქვეყანას და როგორ გამოვიყვანოთ. კი, მაგრამ ეს არის ძალიან სერიოზული თემა. ქალბატონო ნინო, მაშინ თქვენ რადგან ბძანეთ დაღუპული ბიჭების საფლავის თაობაზე, მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. გაქვთ ინფორმაცია, რეალურია, ვთქვათ, ის დასახელებული დაღუპულების რიცხვი უკაცრავად, რომელიც დასახელდა, თუ თქვენ გაქვთ სხვა ინფორმაცია. მე ვლაპარაკობ ომის შედეგებზე, დაღუპულ ბიჭებზე, დაღუპულ ჯარისკაცებზე. მე თავიდანვე განსხვავებული ინფორმაცია მქონდა, სხვათა შორის მე მქონდა სერიოზული ეჭვი მასთან დაკავშირებით, რომ დაღუპულების გამოყვანა ცხინვალიდან ხელოვნურად ვერ ხდებოდა, რომ არ გამოჩენილიყო დაღუპულების რაოდენობა, იმიტომ რომ სწორედ იმ დღეებში მე მქონდა საუბარი, როდესაც გავიგე რეალურად, რომ დაღუპულები დაუმარხავიყრიან, მქონდა საუბარი საქართველოში საერთაშორისო წითელი ჯვრის წარმომადგენელთან, რომელსაც ვკითხე, რითი შეიძლებოდა დახმარება, რომ ეს პროცესი დაჩქარებულიყო და მისგან მივიღე პასუხი, რომ მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი საქართველოს მხრიდან, ვინც ამ საკითხის დაჩქარებით დაინტერესდა. ესე რომ კითხვები ძალიან ბევრია, რომელიც აუცილებლად იქნება დასმული. სხვათა შორის, ვინაიდან ამ თემას შევეხეთ, მე ერთს ვიტყვი, ხა მე არ მჩვევია ხოლმე და შეიძლება მემუარების წერის დროს ვთქვათ ამ მჩევას გადაუხვიო, მაგრამ არ მჩვევია ხოლმე პირადი საუბრების დეტალების გამოტანა, მაგრამ აი ერთი რაც ჩემზე მართლაც საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა, ეს იყო ფაქტი იმის თაობაზე, რომ როგორც აღმოჩნდა პრეზიდენტმა ერთ-ერთი საკმაოდ მრავალრიცხოვანი შეხვედრის დროს გააკეთა განცხადება, რომ თურმე მას დაურეკია ომის დროს ჩემთან და დახმარება უთხოვია, რომ მე ჩემი საერთაშორისო ავტორიტეტი გამოვიყენო და ქვეყანას დავეხმარო და მე მას ამაზე უარით უპასუხე. ეს არის აბსოლუტური სიცრუე და უსინდისო ტყუილი. მე ვარ უბრალოდ მართლაც ადამიანურად აღშფოთებული, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რა დონის ტყუილის კადრება შეუძლია ადამიანს და მე შემიძლია მართალია ტელევიზიები მაშინ სამწუხაროდ არ გადასცემდნენ ჩემს არც ინტერვიუს, არც განცხადებებს და ესეც აბსოლუტურად ხელისუფლების მხრიდან მოდიოდა, მაგრამ მე შემიძლია თქვენ ჩამოგითვალოთ ათობით ადამიანი, რომელსაც პირადად ვესაუბრე ტელეფონით, დაწყებული ევროპარლამენტის თავმჯდომარიდან ბატონი პოტერინგიდან, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარიდან ბატონი სუარესიდან, ასევე ამერიკის კონგრესის უმრავლესობის ლიდერი, ამერიკის დემოკრატიული პარტიის და რესპუბლიკური პარტიის წევრები, ევროპის სახელმწიფოების ლიდერები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრები, ვისთანაც მე ჩემი პირადი კონტაქტებიდან გამომდინარე, უბრალოდ სატელეფონო საუბრებს ვახორციელებდი, წერილებს ვაგზავნიდი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნისათვის დახმარება აღმოიჩინოთ. მაშინ შეთანხმდა ოპოზიცია, ყველა იყო გაჩუმებული, პრაქტიკულად ყველამ აღმოუჩინა მხარდაჭერა. მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. გასაგებია, როდესაც საუბრობენ პასუხისმგებლობაზე, რომ სააკაშვილი არის პირდაპირი პასუხისმგებელი, მაგრამ რა უნდა ექნა ქვეყნის ხელისუფლებას და ეს არ არის რაღაც მიამიტური შეკითხვა, მართლა გულწრფელად მაინტერესებს, რას იზამდა ნინო ბურჯანაძე, თუ კი მოხდებოდა, ვთქვათ, ქვეყნის ანექსია, თუ კი დაიწყებოდა საომარი მოქმედებები შენივე ქვეყნის წინააღმდეგ. როდესაც თქვენ იყავით პრეზიდენტი, აი მაშინ რომ მომხდარიყო ის ყველაფერი ცხინვალში, არ დაიწყებდით sapasukot ომს თუ რა იქნებოდა, ვთქვათ, თქვენი პოზიცია? არა, აქამდე საქმე არ უნდა მისულიყო. როდესაც მე ვიყავი ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ორივეჯერ მოახერხე ის, რომ უკიდურესად დაძაბული ვითარება და პრაქტიკულად დაპირისპირებამდე მისული ვითარება დიალოგის რეჟიმში გადავიყვანე და გადავიყვანე ცივილიზებულ რეჟიმში. პრეზიდენტის ამოცანა, დიპლომატიის ამოცანა და ქვეყნის ხელისუფლების ამოცანა არის სწორედ ის, რომ უკიდურესად კრიტიკული ვითარებიდან გამოიყვანოს ქვეყანა და არა კიდევ უფრო სერიოზულ ჩიხში შეიყვანოს. ხო, მაგრამ ამდენი ხანიო, რატო არაფერს არ ამბობდნენ ეს ადამიანები იგივე ბრიფინგზე, რომლისთვისაც თურმე თქვენ არ გიყურებიათ, პრეზიდენტი ამბობდა, რომ გახსენდებათ ხალხო ვინმეს რაიმე ერთი მწვავე განცხადება ჩვენს წინააღმდეგ. ამდენი წლის განმავლობაში იყო ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე. მარტო მაშინ ხომ არ იყო თქვენი გასაკეთებელი ვთქვათ რაღაც საქმე, როდესაც თქვენ ასრულებდით პრეზიდენტის მოვალეობას. რატომ არ გამოსულხართ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, არც ერთხელ არ გაგიკრიტიკებიათ, თუნდაც ხმამაღლა პრეზიდენტი. შევარდნაძეს ნინო ბურჯანაძე, როდესაც იყო პარლამენტის თავმჯდომარე, ღია დაკრიტიკებდა. სააკაშვილს არასოდეს. რატომ? იმიტომ რომ შევარდნაძის დროს ნინო ბურჯანაძე იყო ოპოზიციონერი პარლამენტის თავმჯდომარე. ეხლა გადასულიყავით ოპოზიციაში, თუ კი ქვეყანას ღუპავს საკუთარი ხელისუფლება, რატომ ინგა მე როდესაც დავინახე, რომ ამ ხელისუფლებას არანაირი რესურსი აღარ აქვს იმისა, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დააყენოს, მე სწორედ მაშინ წამოვედი ოპოზიციაში. ვინ და მე ვფიქრობ თქვენ ბრძანდებით ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, ვინც ძალიან კარგად იცით, რომ ხმამაღალი განცხადებები შეიძლება ხშირად არ გაუკეთებია ნინო ბურჯანაძეს, მაგრამ გუნდის შიგნით ის ძალიან აქტიურად იბრძოდა იმ არასწორი გადაწყვეტილებების შესაცვლელად, რომელიც მას ძალიან ხშირად არასწორად მიაჩნდა. ის იყენებდა ყველა, ანუ მე ვიყენებდი
ყველა რესურსს იმისათვის მართლაც, რომ არასწორი გადაწყვეტილებების როგორც მინიმუმ სერიოზული კორექტირება მომეხერხებინა და ეს იყო ერთადერთი შესაძლებლობა იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებების კორექტირებაზე ზეგავლენა მაინც მომეხდინა. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება, არა, ძალიან ბევრი გამოსულიყავით, ერთი წუთი ქალბატონ ნინო, თუ შეიძლება გაგეკეთებინა თქვა პოლიტიკური განცხადებები. მე არ ვიცი ეხლა ეს უნდა მოუყვე თუ არა, მოდით მოუყვები თავს მივცემ უფლებას. მე მახსოვს ერთხელ პირდაპირ ეთერში მუშაობისას გადაცემის დღე იყო, დამიკავშირდა თქვენი პრესმდივანი, რომელმაც მითხრა, რომ ნინო ბურჯანაძე შესაძლოა ჩამრთოდა გადაცემაში და მას გაეკეთებინა უმწვავესი განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით. მაშინ იყო ძალიან ცხელი თემა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის თემა. მე რამდენადაც ვიცი, თქვენ მაშინ აპირებდით ახალაიას სანოძის და თუ არ ვწდები იგივე ვანო მერაბიშვილთან მიმართებაშიც გაგეკეთებინათ განცხადება. საათი დაახლოებით 2 საათი იყო დარჩენილი, როდესაც იგივე პრესმდივანმა თქვენმა მითხრა, რომ თქვენ გადაიფიქრეთ. მის მერე მე სულ ველოდებოდი, რომ აი დღეს ან ხვალ ჩასაფრებული ჟურნალისტის პოზა მეჭირა, რომ დავასწრო ყველას და იქნებ ექსკლუზივი გავაკეთო. მე აღარ მომისმენია თქვენგან ეს განცხადება. რატომ არ უშვებდნენ იმ ადამიანებს, იგივე ამირან რობაქიძის მამას, თქვენ თუ გახსოვთ ფაქტი კოტე გაბაშვილსა და მას შორის მომხდარი ინციდენტი, რატომ არ გააკეთეთ ეს განცხადება თავის დროზე? თუ კი აპირებთ ეს განცხადება, არა, ეხლა მე მგონი ჩემში ისე ლაპარაკი ინგა დამთავრდა. ეხლა ძალიან ბევრი იყო საუბარი იმაზე, რომ ეხლა ბურჯანაძე არ აკეთებს განცხადებას, იმიტომ რომ მას რაღაცის ეშინია. ეხლა იმედია, რომ ბოლო პერიოდის მოვლენები აჩვენებს, რომ მე არაფრის არ მეშინია, მე უბრალოდ ყოველთვის ვცდილობ, რომ განცხადება ვიმოქმედო ისე, როგორც საქმისათვის არის უკეთესი. ეს შეიძლება ყოველთვის ადამიანს არ გამოგივიდეს, როგორც პოლიტიკოს, ასევე ჩვეულებრივ ადამიანს, მაგრამ ჩემი ამოცანა არის ყოველთვის არახმამაღალი განცხადებების გაკეთება, არამედ კონკრეტული შედეგის მიღწევა. განცხადება არ გაკეთა და თქვენ ეთერში ჩართვა არ მოხდა სწორედ იმის გამო, რომ აი იმ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე თქვენ მოლოდინის რეჟიმში ბრძანდებოდით, ჩემთან იყო მოსული შინაგან საქმეთა მინისტრი, მე მქონდა კატეგორიული საუბარი როგორც მასთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტთან, როდესაც მე ახალაია სანოძის და სხვათა არა მარტო გადაყენებას თანამდებობიდან, როგორც მინიმუმ თანამდებობიდან გადაყენებას და თქვენ გახსოვთ, რომ მაშინ ამ ჩემს მოთხოვნას მოყვა ამ ადამიანების თანამდებობიდან გადაყენება და პირობა იყო, რომ შემდეგ გამოძიება გაგრძელდებოდა და გამოძიება ბოლომდე მივიდოდა. მე იმ ეტაპზე ბოლომდე გამოძიება. მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, ეჭვი კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ისე როგორც წარიმართა, ის არ იყო სამართლიანი გამოძიება, თუმცა ბუნებრივია, ეხლა მე სასამართლოს და გამოძიების ფუნქციას ვერ შევასრულებ. პირველი ეტაპი პირობისა შესრულებული იყო, ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ გამეგრძელებინა, ვთქვათ, აქტიური მოქმედება იმისათვის, რომ შემდეგი კონკრეტული შედეგებისათვის მიმეღწია. მე ალბათ მაინც მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არ მინდა წარსულისკენ დაბრუნება და არა, კი ბატონო, რა თქმა უნდა და მე თქვენ ხედავთ, რომ არ გაურბიო ამ კითხვებს, მე არაერთ კითხვას გავეცი პასუხი, როგორც პრესის, ასევე ტელევიზიის მეშვეობით და მზადა ვარ, თუ ესეთი საშუალება მექნება კითხვებზე პასუხები გავაგრძელო, მე უამრავ ადამიანს ხვდები რეგიონებში და ბუნებრივია, მე ამ ადამიანებს ძალიან ამომწურავ კითხვებზე პასუხებს ვაძლევ კითხვებზე და ამიტომაც მატულობს ჩემი მხარდამჭერი ადამიანების რიცხვი. მე რას ვამბობ, ბუნებრივია აქცენტი უნდა გაკეთდეს მაინც ამომავლო გეგმებზე, იმიტომ რომ ქვეყანა უმძიმესი კრიზისიდან არის გამოსაყვანი, მაგრამ თქვენ პირველი კითხვა ბძანეთ და ალბათ ძალიან მოკლედ ამ თემას დაუბრუნდები გუშინ წინდელი პრეზიდენტის გამოსვლას. არა იმიტომ რომ ჩემთან მიმართებაში იყო აბსოლუტურად არაკორექტული და ზოგადად ტრაგედია ამ ქვეყნის ჩემთვის როგორც ადამიანისთვის, როგორც მოქალაქისთვის, როგორც პოლიტიკოსისათვის ძალიან მტკივნეულია ის, რომ იმ დღეშია ეს ქვეყანა, რომ მისი პრეზიდენტი ლაპარაკობს ისე, როგორც ლაპარაკობს, იქცევა ისე, როგორც იქცევა, როცა პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ ოპოზიციაში თურმე, ესე ვთქვათ, არის გამოცხადებული, როგორ ვთქვა, ტენდერია გამოცხადებული. აი ეს არის ამ ქვეყნის უბედურება, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი თავის თავს უფლებას აძლევს ამ წინადადებებით მილაპარაკოს ოპონენტებზე, ამ წინადადებებით ილაპარაკოს ოპოზიციაზე და ამიტომ არის აბსოლუტურად ყალბი ყველა ის შეხვედრა, რომელსაც ის აწარმოებს. მაგრამ იგი ჩარეცხილებს ეძახდა ქალბატონი იმ ადამიანებს, რომლებიც რომელსაც დღეს ელაპარაკება, ეს ცალკე თემა ამ თემაზე მე მინდა ერთი გადაცემა რომ გავაკეთო, მაგრამ თქვენ ჯერათ მისი გულწრფელობის? მოდით თავს შევიკავებ, მე არ მინდა რომელიმე მხარეს აღმოჩნდეთ ჩემი პასუხით, მაგრამ როდესაც იგი ეძახდა ჩარეცხილებს, რატომ არ გამოვიდა ნინო ბურჯანაძე და რატომ გამოვიდა და მაშინ რომ რას ნიშნავს ჩარეცხილების ძახილი ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის, იმიტომ რომ მათ აქვთ განსხვავებული პოზიცია. ქალბატონო ინგა, ნინო ბურჯანაძეს უმწვავესი რეაქცია ჰქონდა ხმისაწევის რეჟიმში ამ გამონათქვამზე გუნდის შიგნით პრეზიდენტთან პირადად.
ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ჩარჩოებში, იმიტომ რომ ხა ბუნებრივი ყვირილი არ მჩვევია და მით უმეტეს, ასე ვთქვათ, პრეზიდენტისათვის, ვინც არ უნდა იყოს ის. და სხვათა შორის მე გამოვედი და ვთქვი, რომ ძალიან ცუდი იყო ამ ტერმინის გამოყენება და რა თქმა უნდა, უფრო სწორი იქნებოდა, რომ პრეზიდენტს ეს არ ეთქვა. ხო, მაგრამ ეს ხალხს უნდა გაეგო რა. არა, ეს ღია ეთერში იყო ნათქვამი. აი, ეს სწორედ ღია ეთერში იყო ნათქვამი და კიდევ ერთი რამ, როდესაც იცით, ძალიან ცუდია რა, მართლა უბედურებაა, რომ ჩვენი პრეზიდენტი ხუმრობის ხასიათზეა. როცა ის ლაპარაკობს იმაზე, რომ თურმე ვიღაცას გოლი ვერ გააქვს და ამიტომ გუნდიდან მიყავს. მე არ მინდა, რომ მას იმავე რეჟიმში უპასუხო და ველაპარაკო, რა რეჟიმშიც ის საუბრობს ოპოზიციაზე, მაგრამ რადგან მან ეს ფორმა აირჩია, ერთხელ გამონაკლის დაუშვებ და ვიკითხავ. გუნდის კაპიტანი, რომელიც აბსოლუტურად არასწორ სტრატეგიას დახაზავს გუნდისათვის, ან მეკარე, რომელიც საკუთარ გოლში გაუშვებს გუნდს. როგორ იქცევა? თუ ესე არის ლაპარაკი. ესე რომ დაანებოს ამ რეჟიმით და ამ ტერმინებით პრეზიდენტმა ლაპარაკს თავი, იმიტომ რომ ყველა მიმართულებით, რაც არ უნდა ახსენოს, ფეხბურთს ახსენებს და ნებისმიერ სხვას, აუცილებლად ყველა ეს მაგალითი მას შემოუბრუნდება მისთვის საზიანოდ. თქვენ ამბობთ, რომ გუნდის შიგნით ყოველთვის მქონდაო ესეთი, ვთქვათ, იგივე ხმამაღალი თუნდაც საუბარი, მაგრამ მე მინდა ჩვენ ახლა ერთად ნახოთ კადრები, რომელმაც მე ვთვლი, რომ არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდო, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე, საუბარი მაქვს, როდესაც დევნილები გამოყარეს პირდაპირ მნიშვნელობით დროებითი საცხოვრებიდან, სადაც ისინი წლების განმავლობაში აფარებდნენ გაჭირვებით თავს და მოდით ერთად ნახოთ თქვენი მაშინდელი განცხადებები, ამ თემაზეც ალბათ პასუხი გექნებათ. მაქვს. გამარჯვენაიც რა, ჩამოვიდე დაგულაპარაკო და მითხრა. სიგნები არ არიან, ასე სიგნები. ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავამართლებ ვერც ერთ დევნილს და ვერც ერთ ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ წავა ეხლა აფხაზეთში და მიიღებს აფხაზეთის მოქალაქეობას. მე ძალიან ფრთხილი ვარ გამონათქვამებში, მე არ მინდა ამ ადამიანებს მოღალატე ვუწოდო, თუმცა რეალურად ეს მაშასე ადამიანები, რომლებიც აი ასეთი ფორმებით გამოყარეს და ეს არ მომხდარა სხვა შორის მარტო იმ სასტუმროში, ასეთი რაღაც ფაქტები ჩვენ ბევრი გვინახავს. პრაქტიკულად მოღალატეებად გამოაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე. მაშინ არ გესმოდათ, რომ ისინი გაჭირვებით ნათქვამ სიტყვებს ამბობდნენ მიკროფონთან, რომ თუ ჩვენ ხელისუფლებას ასეთი დამოკიდებულება აქვს, ავდგებით და წავალთ. რას ეტყვის დღეს დევნილებს ნინო ბურჯანაძე? მე ამ კითხვაზე ნამდვილად მიწევს დევნილებთან პასუხის გაცემა და მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს ნაწილიც კი გარკვეულწილად კონტექსტიდან არის. ამაღებული ალბათ ერთიანი კონტექსტი უნდა იყოს ერთიანი კონტექსტი უფრო მძიმეა ჩვენ დევნილების გამო აღარ გავიხსენეთ ისევ რომ მათ კიდევ მძიმე ფსიქოლოგიური და ძალიან კარგად ისარგებლა სხვათა შორის ამით ძალიან ბევრმა მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენელმაც რომ ეს ფრაზა ბურჯანაძის წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული. აქ არის საუბარი ერთ რამეზე, რაც მე დევნილებს ვუთხარი, მაშინაც ღიად და ყოველთვის ვიმეორებდი. დევნილებს ჰქონდათ აბსოლუტური უფლება, რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან მძიმე სიტყვებით მოეხსენებიათ. მოსულიყვნენ ჩვენთან და მართლაც ეთქვათ, რომ დატოვეთ თქვენი ადგილები, იმიტომ რომ თქვენ ასე უსულგულოდ და ასე უპასუხისმგებლოდ ეკიდებით დევნილების გაჭირვებასო, მაგრამ თავისთავად მეც მომხვდა გულზე ის ფრაზა, გულწრფელად გეუბნებით. ალბათ უფრო მოფრთხილებით ჯობდა თქმა იგივე გამწარებული ადამიანების მიმართ, მაგრამ სიტყვებმა, როდესაც მე მოვისმინე, რომ მე ხა წავალ და აფხაზეთის მოქალაქეობას მიიღებ. თუ ჩემი ხელისუფლება კეტებით მაგდებს და თუ კი ჩემი ხელისუფლება საფულებიდან მიიღებს. მაშინ ამ კეტებით ჯობია შენ ხელისუფლებას მიუბრუნდე, მაგრამ არ ილაპარაკო იმაზე, რომ აფხაზეთის მოქალაქეობას მიიღებ. ეს კეტები რომ ხელისუფლებისკენ მიმართო, შემდეგ ხელისუფლება დაგიშენს კეტებს ხელკეტუ ადამიანებს დაემართათ ეს 7 ნოემბერს ქალბატონ ნინო და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რა თქმა უნდა, უმჯობესი იყო მეც ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანი ვარ და გარკვეულწილად ემოცია ხანდახან მეც მახასიათებს ხოლმე. რა თქმა უნდა, უმჯობესი იყო, რომ სხვა ფორმით ყოფილიყო ნათქვამი ეს ჩემი გულის ტკივილი ისე რომ მე არ ქონოდათ ადამიანებს იმის განცდა, რომ მე ყველას მივაყენე შეურაცხყოფა, მაგრამ
რაც არ უნდა წამგებიანი იყოს ეს ჩემთვის ვიტყვი რომ იცით რა მოდი ჩვენი ხელისუფლება ვაკრიტიკოთ მაგრამ ნურასოდეს ნუ ვიტყვით რომ ჩვენ ხელისუფლებაზე გაბრაზებული წავალთ და აფხაზეთის ხელისუფლებას აფხაზეთის მოქალაქეობას შევეხვეწებით. გასაგებია თუმცა ეს ადამიანები უბრალოდ ამბობდნენ ამ განცხადებას აკეთებდნენ მართლა მე ვერ წარმომიდგენია ჩემი სახლიდან რომ გამაგდონ გამწარებულ გულზე რა შეიძლება ვთქვა ფაქტი ის იყო რომ ისინი არავინ არც ერთი მათგანი არ გადასულა ქალბატონო ნინო 7 ნოემბერზე ფაქტი ის იყო რომ ორი ავტობუსი რომელიც გაბრაზებულ გულზე წავიდა ჩემი ამ ძიმე სიტყვების შემდეგ მაგრამ მაინც მობრუნდა. კარგით, მოდით ამაზე ნუ ვიდავებთ, ალბათ ამაზე პასუხი გაეცემა არჩევნების დროს, ვინ მოგცემთ ხმას და ვინ არა. ერთი რამ არის იმგან თავარი ძალიან უკაცრავად, ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ის, რა თქვა ან რა არასწორად თქვა ნინო ბურჯანაძემ ერთხელ, როდესაც დევნილებს ეხებოდა საკითხი. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ის, რას ვაკეთებდი მე წლების განმავლობაში იმისათვის, რომ ამ ადამიანების სახლებში დაბრუნებისათვის ხელი შემეწყო და ამის ასობით დოკუმენტი მე შემიძლია გაჩვენოთ საერთაშორისო არენაზე, ან თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს კი ბატონო, მაგრამ როდესაც თქვენ დღეს ამბობთ, რომ აი დღეს მე მესმის შეიძლება ადამიანმა რაღაც ისე თქვა, რომ შემდეგ ინანო რატომაც არა. თუნდაც ეს იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ აი როდესაც ამბობთ, რომ ხელკეტებით მოგბრუნებოდნენ, მე გამახსენდა ავტომატურად ბუნებრივია ხა მე. აი თქვენ თქვით წეღა, რომ მე ჩემი გუნდის შიგნით მუდმივად მქონდა პოლემიკა, მე ჩემი გუნდის შიგნით მუდმივად მქონდა ხანდახან ყვირილამდე მისული საუბარი და ასე შემდეგ. ჩვენს არქივში მოვძებნეთ სრულიად შემთხვევით, სრულიად სხვა დანიშნულებისთვის გვინდოდა ამ კადრების გამოყენება 7 ნოემბრის აი ცნობილი ფაქტი, როდესაც ნინო ბურჯანაძე ჩავიდა და მოუწოდა მომხრეებს, რომ დაშლილი რათა შემდეგ არ მომხდარიყო შეტაკება, სადაც თქვენ ამბობთ, იცით რას, ჩვენები და ისინი. ანუ, მაშინ თქვენთვისაც ასე იყო საზოგადოება გაყოფილი, იგივე ის ჩარეცხილები, იგივე ის თქვენი ოპონენტები, ვინც დღეს თქვენი პარტნიორები არიან, აი ამ სიტყვებში იკითხება თითქოს დგანან იქით. მოდით ერთად მოусმინოთ და ამაზეც მინდა თქვენი კომენტარი. გმირები, ბიჭებო, თქვენ შემოგევლეთ მე. თქვენ ნახავთ გმირები. როცა იცავთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს არის ჩვენი ქვეყანა. საერთო ქვეყანაა და დაწნარდით. ძალიან. ეხა ძალიან მინდა გთხოვოთ. ყველანი დაიშალეთ, წაბძანდით სახლებში. ჩვენი მომხრეების ხარდაჭერა ეხლა არის ის, რომ თქვენ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. არ დაუშვათ ქვეყანაში არასტაბილურობა. ძალიან გთხოვთ, აჩვენეთ ყველას ჩვენს მომხრეებსაც და ჩვენს ოპონენტებსაც პასუხისმგებლობით ის გრძნობა, რაც თქვენ ნამდვილად გაქვთ. თქვენი მომხრეები და ისინი ვისი მომხრეები იყვნენ. ძალიან დიდი განსხვავება იმაში, რაც თქვენ ბრძანეთ, იმიტომ რომ მე ჩვენები და სხვები მე ესე არ ვიტყოდი და ჩვენები და ისინი. ჩვენი მომხრეები და ისინი, ვინც ჩვენს ოპონენტებს უჭერენ ხაზს, ანუ ჩვენი მომხრეები და ჩვენი ოპონენტები. და მე აქ ხაზს გაუსვამდი იმას, რომ რა თქმა უნდა საზოგადოება იყო გაყოფილი ჩვენს მომხრეებად და ჩვენს ოპონენტებად. ბუნებრივია, მაგრამ აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ამ კადრებში ის, რაზეც ალბათ თქვენს გაამახვილებთ ყურადღებას. და ეს იყო ერთ-ერთი ის კადრი, რომელიც ნამდვილად ადასტურებს იმას, რომ მე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავდგარიყავი 7 ნოემბერს. იმიტომ რომ ეს არის კანცელარიის წინ ჩაწერილი კადრი, როდესაც უკვე ნაციონალურ მოძრაობას პრეზიდენტის დავალებით ავტობუსებით ყავდა მობილიზებული და ნაწილი ხალხი უკვე ჩამოყვანილი კანცელარიის წინ. პრეზიდენტის დავალებით დავაკონკრეტოთ. სწორედ იმისათვის, რომ მომხდარიყო გარკვეულწილად საპირწონედ ნაციონალური მოძრაობის მომხრეების გამოყვანა ქუჩაში, პრეზიდენტის დავალები თუ იყო, რატომღა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ რატომღა განაცხადა მაშინ აქედან სულ ცოტა ხანში ინაუგურაციაზე, რომ ჩვენ დაუმტკიცეთ მთელ მსოფლიოს რა დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ. თუ კი უკაცრავად ეგ არ მithქვამს მე. უკაცრავად ქალბატონო ნინო, ყველა სახსოვს ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ თქვენი გამოსვლა ინაუგურაციაზე. თქვენი გსაუბრობთ იმაზე, რომ არჩევნები იყო ჩატარებული ღირსეულად. აბა მაშინ რატომ გამოხვედით? აჩვენეთ კადრები. ვაჩვენებ, თუ შეიძლება მე მინდა გავიმეორებ. თუ არის იქ სიტყვა დემოკრატიული არჩევნები. მე მე შინაარს გიყვები, თქვენ თუ კი სიტყვასიტყვი დემოკრატიული იყო თუ არა რაღაც ის. ეხლა ვეგიპასუხებთ ინგა პრინციპული სხვაობაა. თქვენ გამოხვედით და მხარი დაუჭირეთ, ხო იმ პრეზიდენტს, რომლის დავალებითაც ამბობთ, რომ ეს ხალხი იყო ჩამოსული. თქვენი კიდექით და იყავით არ იყავით მისი მხარდამჭერი ინაუგურაციაზე. რასაკვირველია. მე დაუბრუნდები ისევ იმ კადრებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს კადრები იყო დამადასტურებელი იმისა, ერთ-ერთი დამადასტურებელი, რომ მე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავდგარიყავი 7 ნოემბერს, იმიტომ რომ ამას აუცილებლად მოყვებოდა სისხლისღვრა და მე ნამდვილად არ მექნებოდა შესაძლებლობა ამ ადამიანებთან მივსულიყავი და მომეწოდებინა და დამეშალა ისინი, თუმცა ამ კადრებში არის კიდევ ჩანს შემდეგ თუ გაგრძელდება, როგორ ჩემს ზურგს უკან იძახიან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები იმას, რომ
არ დაიშალოთ, არსად არ ვიშლებითო. პარლამენტის თავმჯდომარის რანგშიც კი ჩემი სიტყვა თვად ბოლომდე საკმარისი არ იყო და წარმოიდგინეთ გადამდგარი ნინო ბურჯანაძე რის გაკეთებას შეძლებდა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 7 ნოემბერი სისხლისღვრით დამთავრდებოდა. რაც შეეხება ინაგურაციის სიტყვას, მე ნამდვილად შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, ინგა და თქვენ ამას ალბათ ეთერში გამოიყენებთ, იქ არ არის საუბარი დემოკრატიულ არჩევნებზე. მე იქ ვამბობ, რომ ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაზეა ქალბატონო ნინო საუბარი. და დღეს თუ საქართველოს პრეზიდენტი გადადგება დღეს, როდესაც დემოკრატიის უზარმაზარი დეფიციტია და ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობა ვიდრე 1 წლის წინ იყო, თუ დღეს საქართველოს პრეზიდენტი გადადგება და დაინიშნება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, მე ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში ნამდვილად არის დემოკრატიის გარკვეული ხარისხი, იმიტომ რომ დემოკრატიის პირველი ნიშანი არის ის, რომ კრიზისის განმუხტვა ხდება არა მხოლოდ ქუჩაში უпростоრად არა ქუჩაში დაპირისპირებით, არა სამოქალაქო ომით, არამედ კრიზისის განმუხტვა ხდება არჩევნებით, რაც მოხდა თითოეული ადამიანის დახმარებით, სხვათა შორის მე ამას ვამბობ სწორედ ინაგურაციის დროს, მე მადლობას ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს, არა ნაციონალური მოძრაობის და პრეზიდენტის მხარდამჭერებს, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იმისათვის, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ქვეყანაში სიმშვიდე, შევინარჩუნეთ სტაბილურობა და შევძელით, რომ დემოკრატიული ჩვენ ყველამ ერთად თელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, საქართველო არის ქვეყანა, როდესაც რთულ ვითარებაში ერს ყოფნის გამბედაობა, ყოფნის გონიერება, რომ 7 სწორი ნაბიჯები გადადგას თავისი ქვეყნის მომავლისათვის. ქალბატონო ნინო, მოდით, ნუ ვიდავებთ. მე ეს გავუშვი ახლა იმიტომ, რომ დემოკრატიული ქვეყანა თავის თავში მაშინ მოიცავდა იმას, რომ თქვენ იზიარებდით იმას, რომ არჩევნები ჩატარდა ნორმალურად, ხო? მაშინ როცა ოპოზიცია ამბობდა, რომ მარნეულის და ახალქალაქის ხმებით გახდაო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მარნეულის და ახალქალაქის ხმები არ არის? არა, როგორ არ არის ხმები, მაგრამ მე ამაში ვგულისხმობ იმას, რომ თავის დროზე შევარდნაძესაც იგივე პრეტენზიას უყენებდნენ, რომ სწორედ იმ ხმებით, რომელზეც ოპოზიცია საუბრობდა, იგი ახერხებდა გამხდარიყო პრეზიდენტი. მოდით ამაზე ნუ ვიდავებთ. მე ესე ჩავთვალე და ალბათ არ უარყოფ თქვენ, რომ დემოკრატიული ქვეყანა იმ წუთებში თავის თავში მოიცავდა იმ არჩევნებსაც, ხო, რომლის შედეგიც იქ იყო ზეიმი. პრეზიდენტის ინაუგურაცია. ქალბატონო ინგა, მე სიტყვებს ძალიან ვარჩევ ხოლმე განსაკუთრებით, როდესაც ინაუგურაციაზე გამოვდივარ. მე რომ არ მქონოდა კითხვის ნიშნები არჩევნებთან დაკავშირებით, ვიტყოდი დემოკრატიულ არჩევნებს. დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი ნიშანია ის, მე არ მithქვამს, რომ არის საუკეთესო დემოკრატია, რომ ჩვენ კრიზისი გადავლახეთ არჩევნების გზით. რაც შეეხება მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და როგორც ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ბუნებრივია არჩევნების შეფასებაში მქონდა შესაძლებლობა დავყრდნობოდი მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების და დამკვირვებლების იმ პერიოდში არსებულ დასკვნებს, რომლებიც მაშინ არ იყო ისეთი კრიტიკული, როგორიც შემდეგ აღმოჩნდა. კარგით, მე მინდა ორი კითხვის დასმა მოვასწრო კიდე თქვენ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და ასევე ერთი წარსულიდან ძალიან მაინტერესებს ამას წინათ ზურაბ ნოღაიდელი იჯდა აქ სწორედ თქვენს ადგილას და მაშინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი საუბრობდა იმაზე, რომ თითქმის არაფერზე იგი არ იღებდა პასუხისმგებლობას, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. თქვენ თუ იღებთ პასუხისმგებლობას იმ ყველაფერზე, რასაც ერქვა ვარდების რევოლუციის ხელისუფლების პოლიტიკა რევოლუციიდან დღემდე. ან მოდით თქვა თქვენს გადადგომამდე, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ როგორც გადადგომამდე და არა გაშვებამდე. სიების გამო მოხდა. სიები იყო ბოლო წვეთი და სია იყო არა სია და არა კონკრეტულად პიროვნებები, არამედ ეს იყო შესაძლებლობა, ნუ ამაზე მე მგონი ლაპარაკი აღარ ღირს, იმიტომ რომ სია და ადამიანები პარლამენტში ეს იყო შესაძლებლობა გაგეტარებინა ის პოლიტიკური გუნდი, ის პოლიტიკური კურსი, რომელიც ჩვენ სწორად მიგაჩნდა და ქონოდა იმის გაკეთების შესაძლებლობა, რისი გაკეთების საშუალებაც მე არ მქონდა წინა პარლამენტის დროს, სწორედ იმიტომ რომ არ მყავდა გუნდი, სწორედ იმიტომ რომ არ იყვნენ ადამიანები, ვინც ასე ვთქვათ შეძლებდნენ გუნდურობის პრინციპით და მობილიზებულად ის კურსი გაეტარებინათ, რომელიც მე სწორად მიმაჩნდა და სწორედ იმიტომ სხვათა შორის, რომ შემცირდა იგივე პარლამენტის უფლებამოსილება, რომელსაც მე როდესაც ვიცავდი, ახლა ძალიან მოკლედ როა ვიცი და გაგახსენებთ უბრალოდ და როდესაც ვამბობდი, რომ არ შეიძლება ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, იმიტომ რომ პარლამენტი სუსტებაო, ძალიან ბევრი ადამიანი, ჟურნალისტიც, საზოგადოების წარმომადგენლებიც მაშინ ამას აღიქვამდნენ არა როგორც პარლამენტისათვის ბრძოლას, არამედ როგორც საკუთარი ძალაუფლებისთვის ბრძოლას და გამოჩნდა, რომ ეს ასე არ იყო.
იყო და შეცდომა იყო ის, რომ მაშინ არ იქნა გათვალისწინებული მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პოზიცია. ეხლა რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ინგა მე გეტყოდით, მე რომ არ ვიღებდე პასუხისმგებლობას, მე აქ არ ვიჯდებოდი დღეს, მე წავიდოდი სახლში და ვიქნებოდი სახლში. მე 21 აპრილს, როდესაც გავაკეთე განცხადება გადადგომის შესახებ, ვთქვი რომ მე ვიღებ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, კარგზეც და ცუდზეც, მიუხედავად იმისა, რამდენად დიდი ან მცირეა ჩემი დოზა აი ამ საკითხში, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ადამიანები ჩემგან ელოდნენ ძალიან ბევრს. მე მადლობელი ვარ იმ ადამიანებისაც კი, ვინც დღეს ჩემს მიმართ ხშირად კრიტიკულად არიან განწყობილნი და კითხვებს ვამენ იგივე 7 ნოემბერთან დაკავშირებით, იგივე ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით. გაზეთების მიხარებასთან. ეგ არ არის თემა საერთოდ, ეგ არ არის სერიოზული თემა, ამაზე ხარ ვილაპარაკებ. არა, ამაზე კითხვის დასმას მეც არ ვაპირებ, მაგრამ ნამდვილად მე მადლობელი ვარ ამ ადამიანების, იმიტომ რომ მათი ეს კითხვები, მათი ეს თუნდაც იმედგაცრუება ნიშნავს იმას, რომ ისინი ბურჯანაძისგან ელოდნენ მეტს და ალბათ ისინი ხვალაც მისგან ელოდებიან მეც და მე ნამდვილად გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ ის ჩემი გამოცდილება პოზიტიურიც ძალიან დიდი რომელიც მაქვს და ამავდროულად გარკვეულწილად ზოგჯერ შეცდომებზე აგებული გამოცდილებაც ნამდვილად გამოვიყენო ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ, იმიტომ რომ ხელისუფლებაში მოახერხებს თუ არა ნინო ბურჯანაძე მოსვლას, ეს იქნება ჩემი კითხვა, მოდი თქვენ შეცდომებზეც ამ კითხვაში თუ შეიძლება ერთად მიპასუხეთ, ეს იქნება ერთგვარი შემაჯამებელი ჩვენი საუბრის, აპირებთ თუ არა, თუ კი დაინიშნება საპრეზიდენტო ვადამდელი არჩევნები, დააყენოთ საკუთარი კანდიდატურა, ვინ იქნება თქვენი პოლიტიკური პარტნიორი და როგორ წარმოგიდგენიათ სააკაშვილის გაშვება სახლში, თუნდაც მემუარების დასაწერად, მან ხომ ასე გირჩია. რაც შეეხება არჩევნებს, უპირველეს ყოვლისა, მთავარი ამოცანა არის ის, რომ ჩვენ სრულიად ოპოზიციური სპექტრი გავერთიანდეთ, ეს არ გულისხმობს საარჩევნო გაერთიანებას, იმისათვის, რომ მივახციოთ მთავარ მიზანს, გადავარჩინოთ ეს ქვეყანა და ამ ქვეყნის გადარჩენა დღეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ რიგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით. ამისათვის აუცილებელია კოორდინირებული ქმედება ოპოზიციური ძალების და მე ძალიან მომხრე ვარ ამ კოორდინაციის, მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ დღეს სრულიად ოპოზიციური სპექტრი თანხმდება, რომ ასეთი კოორდინაცია, უпростоრად პრეზიდენტი უნდა გადადგეს და არჩევნები დაინიშნოს და მე ღრმად ვარ დარწმუნებული ამისათვის კოორდინირებული ქმედება აუცილებელია. როგორ უნდა გადადგეს ქალბატონინო, ჩვენ ყველა, ინგა იცით რა, თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენ პოლიტიკოსებმა ჩვენი მხრიდან, თქვენ და თქვენნაირმა ჟურნალისტებმა და ადამიანებმა, ვინც ასე ვთქვათ, ოპონირებას უწევთ ხელისუფლებას, ვინც კითხვებს ამთ, უნდა გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა ამავე რეჟიმში და მოგვეხმაროთ, რომ ხალხს ჩვენ თვალი აუხილოთ იმ რეალობაზე, რაც არსებობს. თითოეულმა მოქალაქემ თავის ადგილზე უნდა სცადოს, რომ დავარწმუნოთ ხელისუფლება, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად უნდა წავიდეს. მე ხვალ ზეგ, როდესაც მივემგზავრები დავოსში ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებზე, უნდა გამოვიყენო ჩემი საერთაშორისო კონტაქტები და იქაც გავაგრძელო ამ მიმართულებით მუშაობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე გარწმუნებთ. როცა ხელისუფლება დაინახავს ერთიან ძალიან სერიოზულ კონსენსუსს საზოგადოებაში, რომ საზოგადოება ითხოვს მის გადადგომას, ის იძულებული გახდება წავიდეს. მე მახსოვს სააკაშვილი 7 ნოემბერს, 2 ნოემბერს, 5 ნოემბერს ის არ აპირებდა წასვლას, მაგრამ გახსოვთ რომ ის გადადგა და მან დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. ამის იმედი გაქვთ ეხლა დააყენებთ თქვენს კანდიდატურას, ეს არის ბოლო კითხვა. საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტის პოსტზე თუ კი დაინიშნება იქ. მოდით ჯერ მივახციოთ არჩევნების დანიშვნას. იცით რა, როცა პოლიტიკოსი, რომელიც ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ორგზის პარლამენტის თავმჯდომარე, ქმნის პოლიტიკურ პარტიას, ბუნებრივია მას აქვს იმისი პრეტენზია, რომ მანაც და მისმა პოლიტიკურმა პარტიამაც ნებისმიერ არჩევნებში მოიპოვოს გამარჯვება. მაგრამ ამისათვის მე ძალიან კარგად მესმის, რომ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და უპირველეს ყოვლისა არჩევნებია დასანიშნი და მე ძალიან კარგად მესმის ისიც, რომ საზოგადოებას სჭირდება ძალიან კონკრეტული ხედვის ჩვენება. როგორ ვაპირებთ ჩვენ, მე და ჩემი პოლიტიკური პარტია, ხვალინდელი, ასე ვთქვათ, საქართველოს პრობლემების მოგვარებას. ამ თემებზე ჩვენ ვისაუბრებთ, მე გაძლევთ პირობას თქვენ და ნებისმიერ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, პოლიტიკური პარტიის ლიდერს, რომ ჩვენი გადაცემა ნამდვილად დაეთმობა ყველას, ეს არის ძალიან თავისუფალი გადაცემა, გულწრფელად გეუბნებით, სადაც ყველანაირი კითხვა დაისმება და სადაც თქვენ გექნებათ საშუალება და სხვებსაც ისაუბროთ თქვენ საომავლო გეგმებზე. მე მინდა რა გემშვიდობოთ, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ქალბატონო ნინო, მე ვერ მოვასწარი აქ მეკითხა თქვენთვის ოჯახური კლანის შესახებ გაკეთებული იყო განცხადება, რას უპასუხებთ, მამის და მეუღლის თემა,
თუნდაც. მე მგონი ამ თემაზე არაერთხელ მოისმინა საზოგადოებამ უკვე პასუხები. მე ასევე მზათა ვარ, რომ ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით გაგცეთ პასუხი, მაგრამ ნამდვილად ვისურვებდი იმასაც, რომ აუცილებლად მომეცე შესაძლებლობა სამომავლო გეგმებზე ვისაუბრო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რას ვთავაზობთ ჩვენ საზოგადოებას ანაცვლოდ. ძალიან დიდი მადლობა ზურაბ ნოღაიდელმა იმ დღეს სწორედ ეს იყო მასთანაც ბოლო კითხვა და გაგაცილებთ თქვენს მე მას დაუსვი კითხვა ზურაბ ჟვანიას თაობაზე როგორც მისი თანაგუნდელის და მას კითხე ასეთი რამ თქვენ მეთქი რას ფიქრობთ თქო იზიარებთ ოფიციალურ ვერსიას რომელიც დაიდო ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თუ გავრცელებულ ხმებს და მან რაღაც არაერთგვაროვანი პასუხი გითხრა რომ 3 თებერვალს ვიტყვი მე ჩემს განცხადებასო თქვენი პასუხი როგორია მე ინტერესით მოусმენ ბატონი ზურაბის განცხადებას იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა ალბათ ჩემთვისაც და საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის არის საინტერესო ნებისმიერი დეტალი რომელიც რაიმე ახალ სიტყვის ამ თემასთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ კარგად ბრძანდებოდეთ დიდი მადლობა იმისთვის რომ მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში მაშასე ნინო ბურჯანაძე აცხადებს რომ იგი არის მზად პასუხი გასცეს ნებისმიერ შეკითხვას რომელიც გაჩნდება მის მიმართ მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ჩვენ ამ ეთერში ყველა პოლიტიკოს ვინც იჯდება ჩვენს გადაცემაში სტუმრად დაუსვავთ ყველა შეკითხვას რასაკვირველი ერთ გადაცემაში ძალიან ძნელია დაისვას ხოლმე ყველა შეკითხვა მაგრამ თავარ შეკითხვებს რომელზეც ალბათ პასუხები თქვენ გაინტერესებთ თქვენ მოусმინეთ ირაკლი ალასანიას მოусმინეთ ნინო ბურჯანაძეს ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა მინდა გისურვოთ მშვიდობა და დაგემშვიდობოთ მომავალ კვირამდე მე გადავაცილე ჩემს დროს რისთვისაც მინდა ტელევიზიას მოუხადო ბოდიში ეს იქნება თვარცდები პირველი და უკანასკნელი მაგრამ გადაცემა იყო მე მგონი ისეთი რომ ითხოვდა კონკრეტული კითხვების დასმას კარგად ბრძანდებოდეთ